ყველაზე მასშტაბური თავდასხმა და ავღანეთში დაღუპულების საქართველოში გლოვის დღეა. ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია სახელმწიფო დროშები. 1 საათში ქაშვეთის ეკლესიაში გარდაცვლილი ქართველი გმირების სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება. საღამოშვიდობის თქვენ უყურებთ მე-9 არხს და ახლოსი 2 საათის განმავლობაში მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. მე ვარ ირაკლი ჩიხლაძე და იყავით მოვლენათა ეპიცენტრში. საქართველოს არმიის დანაკარგი ბოლო 4 წლის განმავლობაში 22-მდე გაიზარდა. გაძლიერდება თუ არა ბაზებზე უსაფრთხოების ზომები, მინისტრის მოადგილეობა პასუხობს ჩვენ შეკითხვებს. ასევე რა ფუნქციას ასრულებს აფხაზეთის მთავრობა და უნდა გადაიხედოს თუ არა მათი საქმიანობა. პირდაპირ ეთერში თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. ასევე მომდევნო საათში საუბარია საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ ნახავთ რეპორტაჟს ცხელი წერტილიდან თუ რა პირობებში უწევთ სამხედროებს მუშაობა. აღნიშნულთან დაკავშირებით მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი მედია საშუალება საუბრობს და მე-9 არხის უცხოეთის რედაქციამ სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა. მოკლედ ამის შესახებ ცოტა ხანში, მანამდე კი გავიგოთ რა ხდება ქვეყანაში მნიშვნელოვანი. პირდაპირ ეთერს სოფო ჩაკვეტაძეს დაუთმობ. საღამოშვიდობის მე კიდევ ერთხელ მოკლედ გადასცემთ ამ დროისთვის რა ვითარებულ მოვლენებს. ამ წუთებში ქაშვეთში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. საზოგადოება პატივს მიაგებს ავღანეთში გმირულად დაღუპულ ქართულ სამხედრო მოსამსახურეებს. კაპრალი ალექსანდრე კვიცინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა ჰელმანდის პროვინციაში ბაზა შირგაზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის დროს დაიღუპნენ. მათი ხსოვნის პატივსაცემა 16 მაისის საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ მდებარე საქართველოს ყველა საელჩოსა და მისიაში გლოვის ნიშნა დროშებია დაშვებული. ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე 13 მაისს აქამდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში მიიტანა ქართულ ბაზაზე, სადაც 42 ბატალიონია დისლოცირებული. დეპუტატი ეკა ბესელი ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვას ეხმაურება. უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ საჭიროა ავღანეთში ქართული კონტინგენტის ნაკრძალვის საკითხი გადაიხედოს. დეპუტატი იქვე აღნიშნავს, რომ ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში საქართველოს გარკვეული როლი აქვს დაკისრებული, თუმცა ამის მიუხედავად უნდა გადაიხედოს ქართველი ჯარისკაცების ამ რაოდენობით და ამ მასშტაბით მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციებში. ჩვენ მთლიანად ამ უსაფრთხოების ნაწილი ვართ, რომელიც არა მარტო საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობას აწუხებს, მაგრამ მასშტაბთან დაკავშირებით, რაოდენობასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ტენდენცია არის, რომ თითქმის ყველა მონაწილე ქვეყანა ამცირებს კონტინგენტს, ამ შემთხვევაში საქართველოს, რომელიც ერთ-ერთი გამოკვეთილია მხრივ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მეტი ჯარისკაცი ყავს გაგზავნილი ავღანეთში. ხომ არ არის დრო ვიფიქროთ საჭიროა ეს რაოდენობა თუ არა, როდესაც მით უფრო ესე წავე საკითხი, წავე დგას მათი სიცოცხლის საკითხი. ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით ირაკლი ჩიხლაძე უფრო სლად ისაუბროს. მანამდე კი დღის სხვა სიახლეები კათოლიკოს პატრიარქი თბილისის მერიასა და ხელისუფლებას მიმართავს 17 მაისისთვის დაგეგმილ აქციაზე გაცემული ნებართვა გააუქმოს. განცხადება მედიის წარმომადგენლებს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა გააცნო. სექსუალური უმცირესობებისა და მათი მხარდამჭერების შეკრება მიზნად ისახავს არა ამ ადამიანების რეალური პრობლემების მოგვარებას, არამედ თემით სპეკულირებას, რადგან ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული ტრადიციული აზროვნების მიუხედავად მათ შეუზღუდავად შეუძლია წარმართონ თავისი პირადი ცხოვრება, ნათქვამია საქართველოს პატრიარქის განცხადებაში. ყველა რელიგია და მეცნიერული მიმართულებების ფსიქოლოგია, მედიცინა ჰომოსექსუალიზმს ანომალია და დაავადებად მიიჩნევს. რა თქმა უნდა, არ გულისხმობ ახლად შექმნილ ფსევდომეცნიერულ შეხედულებებს. ეკლესია ასეთ მიდრეკილებების მქონე ადამიანებს განიხილავს მეტად ძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად, რომელთაც დახმარება და გამოსწორებისათვის სულიერი თანადგომა სჭირდება და არა წახალისება და მით უმეტეს მათი მდგომარეობის მოსახლეობისათვის თავმოყრება. ფიქრობთ, თბილისის მერიამ და ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ეს და გააუქმოს ჰომოსექსუალებისათვის მიცემული ნებართვა დემონსტრაციისა. მით უმეტეს, რომ დღეს მთელს ქვეყანაში საყოველთაო გლოვაა მოყვასისათვის თავგანწირული ვაჟკაცებისა.
თბილისის მერიაში საპატრიარქოს უკვე გამოეხმაურნენ და განმარტეს, რომ მიმდინარე წლის 2 მაისს მერიაში შევიდა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის პროექტის მენეჯერის ეტა წერეთლის განცხადება 17 მაისის აქციის გამართვის თაობაზე. ასევე 13 მაისს თბილისის მერიას მიმართა მოქალაქე გიორგი გაბედავამაც მერის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას ხორციელდება მხოლოდ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოს წინასწარი გაფრთხილება და მასზე ნებართვის დაცემა არ ხდება. შესაბამისად აღნიშნულ გაფრთხილებები თბილისის მერიის მიერ მიღებული იქნა მხოლოდ ცნობად და განცხადებლებს განემარტა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის განსაზღვრული უფლებამოვალეობანი. თბილისის მერიამ აქციის თაობაზე საპატრულო დეპარტამენტი გააფრთხილა. ეს არის განცხადება, რომელიც დღეს თბილისის მერიამ გაავრცელა. ორგანიზაცია იდენტობისა და LGBT ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ინიციატივით სასტუმრო რედისონში მრგვალი მადიდა მიმდინარეობს. შეკრებაზე ხვალინდელ აქციას განიხილავენ დიდი ყურადღება ეთმობა დაგეგმილი აქციის გარშემო არსებულ საფრთხეებს და აქციის მონაწილეთა დაცვის სტრატეგიებს. შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. რედისონში საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თომას ჰამერბერგი. აქციას მოველით, რომ იქნება მეტად მშვიდობიანი, მოკლევადიანი, ის იქნება დაცული, ასე ვთქვათ, როგორც კონტრადემონსტრატებისგან, ისე სხვა სახის ძალადობისგან. მისი მიზანი არ არის რაიმეს აღნიშნა და ზეიმი, არამედ ეს არის იმ ტკივილზე, იმ ძალადობაზე საუბარი და თქვენი ყურადღების მიპყრობა, რომელსაც ეს ადამიანები ყოველ დღე განიცდიან ცხოვრების ყველა სფეროში. პირველ რიგში შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით. ეს გულისხმობს როგორც ერთი ჯგუფის, ასევე მეორე ჯგუფის უფლებას, რომ შეიკრიბონ, ოღონდ აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ფორმები არ მიიღოს არც ერთი მხრიდან. ხვალინდელ აქციას პარლამენტის თავმჯდომარეც ეხმაურება. დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ ჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხვალ პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე კონსტიტუცია კი დაცული იქნება. მისი თქმით, ყველა მკეთილი უნდა ინებოს და კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებში ჩაეტიოს. სახელმწიფო და ზოგადად ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ დაიცვას ყველა მოქალაქის უფლება და თავისუფლება. ყველა მოქალაქის რა ტიპის შეხედულებასაც არ უნდა გამოხატავდეს იგი მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელ დღესაც ხელისუფლების წარმომადგენლები, პირველ რიგში პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე. საქართველოში ყოველ დღე უნდა იყოს ყოველგვარი ფობიების წინააღმდეგ და ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ, ყოველგვარი დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ეს უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების წესად, რომ ქვეყანაში არ ხდებოდეს არავის უფლებების შელახვა, ხოლო თუ ვინმე თვლის, რომ მათი უფლებები ილახება, ან საფრთხის ქვეშაა, მათ უნდა ჰქონდეთ თავიანთი მოსაზრების საჯაროდ დაფიქსირების თავისუფლება. ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტში ფინანსთა მინისტრის საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრა დასრულდა. ძირითადი კითხვები 2013 წლის ბიუჯეტს ეხებოდა. მინისტრის თქმით, ქართული ეკონომიკა მსოფლიოში 114 ადგილზეა და ისინი იბრძოლებენ მაჩვენებლის გაუმჯობესებისთვის. ბიუჯეტთან დაკავშირებით 2012 წელს არანაირი პრობლემები არ ყოფილა. შესაბამისად, თუ რაიმე პრობლემები იქნება წელს, მეტმა დაიფოროს, ეს იქნება მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს და მთლიანად ეკონომიკური გუნდის წლევანდელი მუშაობის ხარვეზები. ვისაუბრეთ 2012 წელზეც, თუმცა ძირითადად თავისთავად ცხადია, უმცირესობის ინტერესი იყო 2013 წელი, ის პროექტები, რომელიც ხორციელდება, მე მივაწოდე მათ ინფორმაცია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტში არანაირი პრობლემები არ არის, ბიუჯეტი აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას. კომპანია ასკანელი ძმები რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის რუსულ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ განცხადებას პასუხობს. ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიისთვის ამ დრომდე გაურკვეველია რა მიზეზით მიიჩნია რუსული ოფიციალური უწყების ხელმძღვანელმა ქართული წარმოების კონიაკი უხარისხოდ საწარმოს დამფუძნებელი არ გამორიცხავს, რომ საქმე კონკურენტი ფირმების მიერ დაგეგმილ ანტიმარკეტინგულ კამპანიასთან ჰქონდეს.
რაც უფრო მეტი ქართული კომპანია შევა რუსულ ბაზარზე, მით უფრო მეტად უნდა ველოდოთ ჩვენ მსგავსი ტიპის ინფორმაციების გავრცელებაც, იმიტომ რომ რუსული ბაზარი ამ მხრივ არის ერთ-ერთი მაღალი რისკის შემცველი. თვითონ ინფორმაციის გავრცელების წყარო, წარმომავლობა და ის გაუგებარი ბუნდოვანება ბადებს საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს. ეს არ არის ოფიციალური განცხადება, თუმცა მოულოდნელიც ამაში არაფერი არ არის. მე ვარაუდობ, რომ ქართული და არა მარტო ქართული, ზოგადად რუსულ ბაზარზე მსგავსი ტიპის ქმედებებს ძალიან ხშირად აქვს ადგილი და ქართული კომპანიები ამისთვის უნდა იყვნენ მზად. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პროდუქციის ხარისხით. რაც შეეხება რუსეთში შესვლას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთთან დაკავშირებული პრობლემა ჩვენს კონიაკს რაც შემთხვევა. ეს არის დროებითი სულ მოკლე ვადებში ეს პრობლემა გადაწყდება და ჩვენ შევალთ რუსულ ბაზარზე. შევალთ და ჩვენს წილ, ასე ვთქვათ, ბაზრის იმ წილს დავიბრუნებთ, დავიპყრობთ შეიძლება ითქვას. ძალიან ბევრ ბაზარს ჯანსაღ კონკურენციასთან ერთად, რა თქმა უნდა, თან ახლავს რაღაც გარკვეული დინებები, როდესაც იგივე კონკურენტ კომპანიები ყველაფერს ეცდებიან და ცდილობენ იმისათვის, რათა კონკურენტ კომპანიას შეუქმნან თუნდაც ხელოვნური ბარიერები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ ეტაპზე მართალი გითხრათ, მიგვაჩნია, რომ ასკანელ ძმებთან დაკავშირებით საკითხს გაუგებრობა უფრო წარმოადგენს, ვიდრე თქვათ ესეთი დინებები, თუმცა მაგას ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება იყოს რაღაცასთან დაკავშირებული. მაშასერ გლოვის დღეს საქართველოში ქვეყანა პატივს მიაგებს ავღანეთში რმერულად დაღუპულ ქართულ სამხედრო მოსამსახურეებს. სწორედ ამ თემას დაეთმობა გადაცემა ღია თამაშის პირველი ნაწილი. მათ დაკრძალავენ ისე, როგორც გმირებს ეკადრებათ. ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს დაღუპული ჯარისკაცები დღეს დილით სამშობლოში გადმოასვენეს. 16 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს არმიის დანაკარგი 4 წლის განმავლობაში 22-მდე გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლებში ჟურნალისტებს საკმაოდ რთულად გვიხდებოდა გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გმირების გაცნობა საზოგადოებისთვის. თავდაცვის სამინისტრო ხშირ შემთხვევაში ჯარისკაცთა გარდაცვალების ფაქტს მალავდა და გარკვეული დროის შემდეგ ასაჯაროებდა. ავღანეთში ქართველი მისიის არსებობის პერიოდში 13 მაისს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ მიღებული ცნობა რამდენიმე საათში გაავრცელა. ირაკლი ალასანია საზოგადოების წინაშე ტერაქტიდან ზუსტად 3 საათში წარსდგა და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა. ახლა გიორგი მანჯავიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, რომელიც ქაშვეთის ეკლესიასთან იმყოფება, სადაც 1 საათში სამოქალაქო პანაშვიდი უნდა დაიწყოს. გიორგი, მე აღვნიშნე, რომ 4 წლის განმავლობაში 22 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. რა ცნობები მოიპოვე შენ? როგორც შენ აღნიშნე, ირაკლი, მთელი ამ წლების განმავლობაში ყველა წინა შემთხვევა, აბსოლუტურად ყველა შემთხვევა ფაქტიურად გვიან მიეწოდებოდა ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოებას, ჟურნალისტებს არ ქონდა საშუალება, რომ დასწრებოდა მათი ჩამოსვენების ცერემონიას, არ იმართებოდა სამოქალაქო პანაშვიდები და ეს არის ის პირველი შემთხვევა, როდესაც ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს და პატივი მიაგოს მათ გმირებს და გარკვეულწილად სიმბოლურად ამ 3 ადამიანის, 3 ქართველი ჯარისკაცის დღევანდელი ეს სამგლოვიარო პროცესია სიმბოლურად იმ 22 ქართველი ჯარისკაცის გახსენებად და პატივის მიგებად იქცა, რომლებიც წლების განმავლობაში ავღანეთში დაიყვნენ. სწორედ ამიტომ ამ მიზეზით მე რამდენიმე წუთს წაგართმევ თქვენ და ჩვენს მაყურებელს და იმ 22 ადამიანის ჯარისკაცის სახეს და გვარს გაგაცნობთ, რომლებიც 2009 წლიდან დღემდე ISAF-ის ოპერაციის ფარგლებში ავღანეთში მშვიდობისთვის ბრძოლას შეეწინნენ. ლეიტენანტი მუხრან შუკვანი იყო პირველი ქართველი ჯარისკაცი, რომელიც 2010 წლის 5 სექტემბერს სნაიპერის ტყვიით გარდაიცვალა. ის მესამე ქვეითი ბრიგადის 31 ბატალიონის ასეულის მეთაური იყო. პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი მესამე ბრიგადის 31 ბატალიონის ასეულის ოფიცერი დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს. სერჟანტი დავით ცეცხლაძე მესამე ბრიგადის 31 ბატალიონი 2010 წლის 30 სექტემბერი. კაპრალი ნუგზარ კალანდაძე მესამე ქვეითი ბრიგადის 31 ბატალიონი 2010 წლის 30 სექტემბერი. კაპრალი
კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი მესამე ქვეითი ბრიგადის 31 ბატალიონი 2010 წლის 30 სექტემბერი. კაპრალი გიორგი ავალიანი მესამე ქვეითი ბრიგადის 32 ბატალიონი 2011 წლის 22 თებერვალი. ვალერი ვერქსიანი მესამე ქვეითი ბრიგადის 32 ბატალიონი 2011 წლის 5 მარტი. უმცროსი სერჟანტი ლავროზი ივანაძე მესამე ქვეითი ბრიგადის 33 ბატალიონი 2011 წლის 27 მაისი. გია გოგუაძე მესამე ქვეითი ბრიგადის 33 ბატალიონი 2011 წლის 19 ივნისი. სერჟანტი სერგო ბერიძე მესამე ქვეითი ბრიგადის 33 ბატალიონი 2011 წლის 30 აგვისტო. კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი მესამე ქვეითი ბრიგადის 31 ბატალიონი 2011 წლის 30 დეკემბერი. კაპრალი შალვა ფაილოძე მესამე ქვეითი ბრიგადის 31 ბატალიონი 2012 წლის 5 იანვარი. ვალიკო ბერაია მესამე ქვეითი ბრიგადის 31 ბატალიონი 2012 წლის 21 თებერვალი. რუსლან მელაძე მესამე ქვეითი ბრიგადის 31 ბატალიონი 2012 წლის 21 თებერვალი. პაატა კაჭაროვა მესამე ქვეითი ბრიგადის 31 ბატალიონი 2012 წლის 21 თებერვალი. სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე მესამე ქვეითი ბრიგადის 31 ბატალიონი 2012 წლის 24 აპრილი. კაპრალი გივი ფანსულია მესამე ქვეითი ბრიგადის 31 ბატალიონი 2012 წლის იანვარში დაიჭრა და 6 თვის უშედეგო მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. კაპრალი მინდია აბაშიძე მესამე ქვეითი ბრიგადის 32 ბატალიონი 2012 წლის 10 ოქტომბერი. სერჟანტი გიორგი კიკვაძე მეორე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონი 2012 წლის 29 დეკემბერი და 2013 წლის 13 მაისი უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე 42 ბატალიონი, კაპრალი ალექსანდრე კვიცინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა. ეს არის ის 22 ქართველი ჯარისკაცი, რომლებიც ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციაში შეეწინნენ და სწორედ ამ წუთებში ამ სამ ადამიანს ახლა ქვაშოთის ეკლესიაში მოასვენებენ. დიდი მადლობა, ეს ხო გიორგი მანჯავიძე, რომელიც პირდაპირ ეთერში საუბრობდა. მე გეტყვით, რომ რადიო თავისუფლებამ შექმნა ხსოვნის გვერდი, სადაც სწორედ იმ ჯარისკაცთა სახელი და გვარებია გამოქვეყნებული, რომელზეც ცოტა ხნის წინ გიორგი მანჯავიძემ ისაუბრა და სწორედ რადიო თავისუფლების დახმარებით შევეცადეთ გაგვეცნოთ თქვენთვის ამ ადამიანთა სახელი და გვარები. ახლა კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს, რომელიც პირდაპირ ეთერშია. საღამომშვიდობის ბატონ ლევან, დიდი მადლობა, საკმაოდ მძიმე დღეა დღეს, რომ მოახერხეთ და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში საინტერესო იქნება, ხომ არ დაიწყება უახლოეს მომავალში საუბარი კონტინგენტის გადახედვასთან დაკავშირებით. 1600 ჯარისკაცი მსახურობს, ცოტა ხნის წინ ეკაბესელი ამბობდა, რომ შესაძლოა ამ საკითხზე საუბარი დაიწყოს. მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მიულოცო დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, მათ ახლობლებს და სრულიად საქართველოს ეს მძიმე ტრაგედია. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, გადახედვა სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის ავღანეთის მისიაში ამ ეტაპზე არ განიხილება. ჩვენ აქტიურ კონსულტაციებში ვართ ალიანსის წევრ სახელმწიფოებთან ISAF-ის მისიაში, ისე როგორც ISAF-ის მისიის შემდგომ პერიოდში ჩვენი თანამშრომლობის გეგმებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე პარლამენტი განიხილავს დადგენილების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ფრანგული კონტინგენტიდან ამერიკული კონტინგენტის დაქვემდებარებაში ჩვენი ოცეულის გადაყვანას, თუმცა ეს არ არის ის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოსამსახურეების რაოდენობის შემცირებას ან მატებას. დიახ. ბატონ ლევან, ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს დაღუპულთა გარდა დაიჭრა საკმაოდ ბევრი ქართველი ჯარისკაცი. როგორია მათი მდგომარეობა, ბოლო ინფორმაცია რომ მოგვაწოდოთ? დაიჭრა სულ 27 სამხედრო მოსამსახურე, 10 მოსამსახურე უკვე დაუბრუნდა თავისი დისლოკაციის ადგილს და აქტიურად არის უკვე ჩართული ოპერაციაში. 8 მათგანი გადაყვანილია, 8 მოსამსახურე 27-დან უკვე გადაყვანილია გერმანიაში განთავსებულ ამერიკულ კლინიკაში, ლანჩტულის კლინიკაში, სადაც ისინი გადიან მკურნალობის ეტაპს. შეგვიძლია გითხრათ, რომ მათ სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. ამ ეტაპისთვის საქართველოს
სამხედრო მოსამსახურეები სრულად აკონტროლებენ ვითარებას თავიანთი პასუხისმგებლობის ზონაში. ბუნებრივია გაზაფხული ჯიხადის ფონზე ISAF-ის მისიაში ანუ ავღანეთში შესაბამის ტერიტორიებზე გამძაფრებულია ვითარება, თუმცა ის საგანგებო ზომები, რომელიც მიღებულია ჩვენი მებრძოლების მიერ, ისევე როგორც სრულად ISAF-ის წარმომადგენელთა მიერ, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ვითარება სრულად კონტროლდება და ამ ეტაპზე უსაფრთხოების პრობლემები ჩვენს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე არ არსებობს. და ჩვენი საუბრის ბოლოს ბატონ ლევან, ექსპერტები საუბრობდნენ, რომ უნდა დადგეს კონკრეტულ ადამიანთა პასუხისმგებლობის საკითხი, მე ვგულისხმობ, ვინც უსაფრთხოებაზე ზრუნავს, ანუ საუბარია დისლოკაციის ადგილზე არსებულ ბაზასთან მიმართებაში. ანუ ხომ არ არის თქვენთვის ცნობილი რეალურად როგორ მოხდა ეს ინციდენტი, რადგან წესით ეს ტერიტორია უნდა იყოს განსაკუთრებულად დაცული. ზოგადად ამ ინციდენტის ისევე როგორც ყველა სამხედრო ოპერაციის შესწავლა ჩვენს მიერ ხორციელდება, ბუნებრივია ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გავაანალიზოთ მიღებული გამოცდილება და უზრუნველყოთ შემდგომი ღონისძიებების, ბევრად უფრო ეფექტიანი ღონისძიებების დაგვეგმა. თუმცა შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გაგიცხადოთ, რომ სწორედ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების მაღალმა პროფესიონალიზმმა და მათმა თავდადებამ განაპირობა ის, რომ მოხერხდა ბევრად უფრო მცირე დანაკლისის მიღება, ვიდრე შეიძლება ეს ქართულ ბაზაზე მომხდარიყო. მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ პოლკოვნიკმა კობა ახვლედიანმა, ისევე როგორც სხვა დანარჩენმა მოსამსახურეებმა გამოიჩინეს მართლაც იშვიათი გმირობა და მოახერხეს ავღანეთის ბაზაზე, ჩვენ სამხედრო ბაზაზე შემოჭრილი ტერორისტების ლიკვიდაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში რომ არა მათი თავდადება, რომ არა მათი გმირობა, რომ არა ის პროფესიონალიზმი და ზოგადად ის უსაფრთხოების ზომები, რომლებიც წინასწარ იქნა ჩვენს მიერ მიღებული, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა. დიდი მადლობა ბატონ ლევან, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენს კითხვებს პასუხობდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე. რა ხდებათ ხელწერტილში? მსოფლიოს წამყვანი მედია საშუალებები ავღანეთში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით ცნობებს სისტემატურად აქვეყნებენ. ნატო კი ქაბულში გახშირებულ თავდასხმებზე საუბრობს. ავღანეთში კოალიციის მისიის დასრულების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო იზრდება თალიბთა წინააღმდეგობა. ბოლო დღეებში მთელი ავღანეთის მასშტაბით 10-ზე მეტი ტერაქტი მოხდა. თალიბები და სხვა ტერორისტული ჯგუფები განსაკუთრებით ჰელმანდისა და ყანდარის პროვინციებში გააქტიურდნენ. სწორედ ჰელმანდის პროვინციაში დაიღუპა 3 ქართველი ჯარისკაცი. ქაბული, 16 მაისი, დილის 8 საათი. მორიგი ტერაქტი კოალიციის ძალების წინააღმდეგ. სამხედრო კოლონის გადაადგილების დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი ააფეთქა. ტერაქტს 9 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა დაღუპულთა შორის 2 ბავშვია, დაჭრილია 35. თავდასხმის დროს ISAF-ის მისიის 6 სამხედრო დაიღუპა. თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელიც Toyota Corolla-ს მართავდა გზაზე მიმავალი უცხოელების ავტომობილები ააფეთქა, არის მსხვერპლის საშიშროებაც. სამწუხაროდ დღევანდელ აფეთქებას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოხდა ტერორისტებმა უდანაშაულო ბავშვები დახოცეს მომხდარს მკაცრად ვუყავთ. ტერაქტზე პასუხისმგებლობა თალიბებთან დაკავშირებულმა ჰეზბეს ისლამურმა დაჯგუფებამ აიღო. ტერორისტების განცხადებით მათი სამიზნე ამერიკელი ინსტრუქტორები იყვნენ. ქაბულის ტერაქტს წინ უძღოდა აფეთქება ყანდაღარის პროვინციაში. წინადღით მომხდარ ტერაქტს 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. სამხედროების ესკორტი პატრულირების დროს ააფეთქეს. სინანულით მინდა გაცნობოთ, რომ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არიან დაჭრილებიც, მაგრამ ISAF-ის პოლიტიკის შესაბამისად დაჭრილების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ვერ გავავრცელებთ. ISAF-ის ოპერაცია ავღანეთში 2000 წელს დაიწყო. 2014 წლის ბოლოს ნატო ავღანეთის ხელისუფლებას ქვეყნის უსაფრთხოებაზე კონტროლს სრულად გადააბარებს. მისიის დასრულების თარიღის მოახლოებასთან ერთად თალიბების თავდასხმები გახშირდა. გაეროს მონაცემებით წინა წლებთან შედარებით ავღანეთში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი 30%-ით გაიზარდა. ტერორისტებთან 12 წლიან ბრძოლას კოალიციის 3300-ზე მეტი ჯარისკაცი შეეწირა. დაახლოებით 1 საათში ქაშვეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება. დღეს საქართველოში გლოვის დღეა. რეკლამის შემდეგ დღის სხვა მთავარი თემებით დავბრუნდებით, ასე რომ არ გადართოთ.
იყავით მოვლენათა ეპიცენტრში, მე ვარ ირაკლი ჩიხლაძე და დღის ერთ-ერთი აქტუალური თემით ბრუნდები პირდაპირ ეთერში. აფხაზეთის მთავრობის ფუნქცია და დევნილთა პრობლემები. იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილი აფხაზეთის მთავრობის გაუქმებას მოითხოვს და არგუმენტად უყურადღებობას ასახელებს. აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას, როგორც ექსპერტები ამბობენ, საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია. ნახეთ დავით ახვლედიანის რეპორტაჟი და ერთად გავიგოთ, რა დილემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს აფხაზეთის მთავრობა. ამ შეძახილებით გამოხატავს აფხაზეთიდან დევნილთა ნაწილი საკუთარ დამოკიდებულებას თბილისში განთავსებულ აფხაზეთის მთავრობისადმი. საპროტესტო აქციაში მონაწილეთა განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა მათ პრობლემებს ყურადღებას არ აქცევს, რისთვისაც მისი რეფორმირებაა საჭირო. 20 წელია მოგეხსენება დევნილობაში ვიმყოფებით. არანაირი შვება ჩვენ აფხაზეთის მთავრობისგან არ გვიგრძნია. ფაქტიურად აფხაზეთის მთავრობა არსებობს ცალკე, დევნილი მოსახლეობა არსებობს ცალკე. ეს მთავრობა იყო სახელზე, თავიანთი ოჯახების სასარგებლოდ, თავიანთი ჯიბის გასასქერებლად, რა თქმა უნდა, არც ერთი დევნილისათვის ყურადღება არ მიუქცევიათ. ელემენტარული განცხადება ერთჯერად დახმარების თაობაზეც რამდენჯერ მიუმართავ დევნილებს, ყოველთვის უარყოფითი პასუხი ყოფილა. არაფერის გამკეთებლები არ არიან. პირველი ჯგუფის ინვალიდი კაცი 100 ლარზე 2 თვე 3 თვე მატყუეს და ძლივს. არ არის ასე. აფხაზეთის მთავრობა უნდა კლად ეიშალოს. აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის დროებითი შემსრულებლის პოსტზე ახლად დანიშნული ვახტანგ ყოლბაია დევნილთა პრეტენზიებს გაგებით ეკიდება. მეცხრე არხთან საუბარში ყოლბაია ადასტურებს, რომ აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურები რეორგანიზაციას საჭიროებს, რაც კადრების ოპტიმიზაციას ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, აფხაზეთის მთავრობა უნდა იყოს მობილური. აუცილებელია, რომ აფხაზეთის მთავრობაში მოხდეს გარკვეული ძვრები, სტრუქტურული ძვრები. იქ შიგნით ოპტიმიზაციის თვალსაზრისით აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა, ამას მოელის ჩვენგან მოსახლეობა. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელობის პირობებში უწყების არაეფექტურ მუშაობაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ანალოგიურად ფიქრობენ საპარლამენტო უმცირესობაშიც და აცხადებენ, რომ სტრუქტურის ეფექტურად მუშაობისთვის ცვლილებებია საჭირო. დიდი ეფექტურობით არ გამოირჩეოდა. მე ვფიქრობ, რომ მომავალში ვინც მეავლინა უმაღლესმა საბჭომ მოვალეობის შემსრულებლად და სხვა პირებმა, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, უნდა ჩამოაყალიბონ ხედვა, როგორ შეიძლება სამთავრობო სტრუქტურები გახდეს ეფექტური. წინააღმდეგ შემთხვევაში მის არსებობას აზრი არ აქვს. სამწუხაროდ ეს ადამიანების დიდი ნაწილი როგორც ჩანს ძველ დროში ჩარჩეს. არანაირი მოდერნიზაცია, არანაირი რაღაცა ფიქრი განახლებაზე, უფრო ახალ სტრატეგიაზე არ არის. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია. თუმცა მიაჩნია, რომ აფხაზეთის მთავრობამ მის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებათა ფუნქციებს უნდა გადახედოს. ამ მთავრობის არსებობას აქვს სერიოზული პოლიტიკური დატვირთვა. მისგან ესე იგი დისტანცირება მხოლოდ დაგვაშორებს კიდევ უფრო იმ მიზნებისგან, რაც გაგვაჩნია. არ ვარ დარწმუნებული, რომ საჭიროა ყველა სამინისტრო არსებობდეს დუბლირებული სახით ამ დევნილ ხელისუფლებაში. ჩემი აზრით საკმარისი იქნებოდა, რომ თითოეულ დარგს ყოლოდა კოორდინატორი 2-3 კაციანი აპარატით. აფხაზეთის ხელისუფლების უწყებებისთვის, რომელთა შემადგენლობაში 3 სამინისტრო, 3 დეპარტამენტი და 3 წარმომადგენლობა შედის, ასიგნების სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში 13,216,000 ლარი გამოიყოფა, რომლის 70% სახელმწიფო ფონდზე ნაწილდება. და ახლა მოვლენათა ეპიცენტრში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელიც ჩვენს კითხვებს უპასუხებს. საღამომშვიდობის ბატონო ვახტანგ, დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც აუცილებელია არა მარტო დევნილმა მოქალაქეებმა, არამედ თუნდაც საქართველოს ნებისმიერ კუთხეში გქონდეთ რეალური ინფორმაცია ამ მთავრობის შესახებ. სიუჟეტი დაიწყო საპროტესტო აქციით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა და იქ საუბარი იყო, რომ ან გატარდეს რეფორმა აფხაზეთის მთავრობაში, ან მოხდეს ამ უწყების გაუქმება. თქვენ შეხვდით თუ არა ამ ადამიანებს, საკმაოდ ახალი ჩართული ხართ ამ პროცესში, რადგან უმაღლესი საბჭოს მიერ მოხდა თქვენი მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა, რადგან პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა ეს კანდიდატურა. დიდი მადლობა. მართლაც და დიდი მადლობა, იმიტომაც რომ თემა
დღეს ესე იგი რაც თქვენ შემოგთავაზეთ, მაყურებელს შემოგთავაზეთ, ძალიან აქტუალურია და ამ დღის წესრიგით პრაქტიკულად არავის უმჯელია. მე მადლობა მინდა უთხრა ყველა იმათ, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ რეპორტაჟის მომზადებაში, ყველა იმ კორესპონდენტ თუ რესპონდენტს, რომელმაც თავისი მოსაზრება გამოხატა, მადლობა იმ დევნილებს, რომლებმაც გამართეს აქცია, რა თქმა უნდა, ეს მათი უფლებაა გამოხატონ თავისი დამოკიდებულება და რაც უფრო მეტი იქნება ჩართულობა დევნილების პროცესში, მით უფრო შედეგიანი და თქვათ ეფექტური შეიძლება იყოს აღმასრულებელი სტრუქტურის და არა მარტო საკმაოდ ხშირად მართავდნენ აქციებს, თუმცა შედეგი და რეაქცია როგორც ხედავთ არ მოყოლია თუ იმსჯელებთ. კი, მართალი ხართ, თქო ერთი მომენტი არის, ახლა მე ვერ დავესტარი, იმ დღეს არ ვიყავი იმ შენობაში, სადაც ეს აქცია იმართებოდა, თუმცა ვიცი, თქოთ, შინაარსი. იცით, ვინც ილაპარაკა თუ გნებავთ ამ აქციაზე, ვინც მიიღო მონაწილეობა, როგორც რესპონდენტმა, აბსოლუტურად აი გულწრფელად ვიზიარებ. თქოთ, მოსაზრებას და რატომ? ეს პრობლემა არა ახალია. მე თავის დროზე, სადღაც 1-5 თვის უკან იყო ჩემი, ვთქვათ, ინტერვიუ ზუსტად იმის ამსახველი, რომ აფხაზეთის სტრუქტურა ამ შემთხვევაში მთავრობა იმ თქვათ შესაძლებლობებით, იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გამაგრებული ბევრი რამით არ არის, მართლაც და შეუძლებელია ის იყოს ადეკვატური დევნილების მოთხოვნილებისა, ადეკვატურად პასუხობდეს იმ გამოწვევას, რომელიც აფხაზეთის დევნილ მოსახლეობაში არის და არა მარტო დევნილ მოსახლეობაში, არამედ მოგეხსენებათ აფხაზეთის მთავრობა არა მარტო იძულებით გადაადგილულ პირთა პრობლემებს ემსახურებოდეს უნდა, არამედ ენგურ გაღმა დარჩენილ მოსახლეობასაც. მოდით, რადგან თქვენ ამ საკითხს შეეხეთ, ისინი ვინც ენგურს გაღმა ცხოვრობენ. მე არ ვიცი დავსვა თუ არა, კითხვა რამდენად აქვთ თქვენთან ურთიერთობა, რადგან თბილისში მცხოვრები დევნილები მართავენ აქციას, რომ მათ არავინ არ აქცევს ყურადღებას. ეს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არ არის ახალი პრობლემა და წლების წინაც დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო, თუნდაც ბარამიას პერიოდში. დავიწყოთ პუნქტობრივად ამ პრობლემის განხილვა. პირველ რიგში, სამინისტროები, რომელიც არის თქვენს დაქვემდებარებაში. რა ფუნქცია აქვს რეალურად დღეს? რამდენად ნაყოფიერად ასრულებენ თავიანთ ფუნქციას, რომელიც მათზეა დაკისრებული? მოდით თქვათ ასე, მე ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, თქვათ, ვიყო, თქვათ, იმპერატიული კი არა, თქვათ, გულახდილი ბოლომდე გახსნილი, როცა ეხება საკითხი იმას, თუ რას აკეთებს. რა თქმა უნდა, იმ მოთხოვნილებებს, იმ მოთხოვნებს, იმ პრობლემებს, რომელიც აქვს დევნილ მოსახლეობას, აფხაზეთის მთავრობა ვერ გაუმკლავდება. იმ ერთ-ერთი დევნილი ლაპარაკობდა 100 ლარიან, თქვათ, დახმარებაზე. რა თქმა უნდა, თბილისში არის სადღაც 80,000-ზე მეტი დევნილი. ზოგადად დაფიქსირებულია 300,000-მდე დევნილი. და ყველა მათ მოთხოვნას აფხაზეთის მთავრობა, ტოლთა განსახლების სამინისტრო თუ საქართველოს ბიუჯეტი ვერ დააკმაყოფილებს. და პირველ რიგში ეს ეხება, თქვათ, ყოველდღიურ პრობლემას, რაც სოციალური, თქვათ, საკითხების წილში განიხილება, ჯანდაცვის პრობლემები, თქვათ, საცხოვრებელი ფართი და ამ შემდეგ. და უშუალოდ რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო? ჯანდაცვის სამინისტრო ეხლა მისი ფუნქციები შეიცვლება მკვეთრად, როცა ახალი კანონი შემოვა, ამიტომ მისი ფუნქციები შემცირდება და დატვირთვა თავისთავად სხვანაირი იქნება ხარისხობრივად და შეიძლება ეს იყოს მხოლოდ პროგრამული, ვთქვათ, დატვირთვა და ამ პროგრამების კოორდინატორი შეიძლება იყოს, თუმცა ყოველდღიური დახმარება, ყოველდღიური ყურადღება დევნილებს მაინც სჭირდებათ. ეხლა რამდენად შესაძლებელია, რომ ტოლთა და იგივე ჯანდაცვის სამინისტრო აკმაყოფილებდეს ყველა პრობლემას, თქვენც იცით, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ რომ დასვა საკითხი იქ სადაც ჯერ არის. იყოს, ვთქვათ, გამტარებელი, თხოვნელი და ასე შემდეგ. ცენტრალურ ხელისუფლებასა და დევნილებს შორის უნდა იყოს რეალურად
შუამავალი ხო? შუამავალი და იმ მოკლე შესაძლებლობის ფარგლებში, რომელიც უკვე ითქვა, 13 მილიონი ყველა სამინისტროსი კი არ არის ეგა. ვთქვათ, აი სამინისტროს შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მან რაღაცა პრევენციული ოპერატიული გადაწყვეტილება მიიღოს დახმარების თაობაზე. თუ გნებათ იგივე 100 ლარიან დახმარებას, ყველას ერთდროულად რა თქმა უნდა ვერ დაეხმარებოდა, მაგრამ ეს დახმარება უნდა გაკეთდეს. სწორია ის განწყობაც, რომელიც დევნილებს აქვთ, დევნილების შორის უნდა იყოს თავრობა, ის უნდა ცხოვრობდეს დევნილების პრობლემებით, დევნილების ტკივილით და დევნილების ყოველდღიური პრობლემებით. ანუ ის პრეტენზია, რომ თავრობა ცალკე არის, დევნილები ცალკე, ეს შენიშნა თქვენთვის არის მისაღები. მოდით ახლა საპარლამენტში, ანუ საკანონმდებლო ორგანოშიც იყო ამ თემაზე საუბარი, ჩვენ სინქრონ კომენტარებიც მოვისმენთ როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის და ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურად მუშაობაზე უნდა დაიწყოს მსჯელობა, ანუ უწყება ამ ეტაპზე მუშაობს არაეფექტურად. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხის წინაშე დადგება თავად მთავრობის არსებობა. რა საპირებთ, ანუ არსებობს თუ არა უკვე მოქმედების გეგმა, როგორ დაიწყება? მაგის შეკითხვა. რამდენიც არის ეს პრობლემა არსებობს, იმდენად თქვათ არსებობს სტრუქტურები, რომელიც ამ პრობლემაზე მუშაობენ. შორს არ წავიდე. ძალიან კარგი კომენტარი გააკეთა ბატონმა ვოლსკიმ, აფხაზეთის კომისია, რომელსაც მე თავის დროზე ხელმძღვანელობდი და კარგად ბრძანა ბატონმა გიორგიმ, რომ ჩვენ უნდა დავსხდეთ ყველამ ერთად დავგეგმოთ ჩვენი მოქმედების, ვთქვათ, არეალი, მიმართულება, მოცულობა და ამ მოცულების ქვეშ არსებული შესაძლებლობა. ინტეგრაციის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიების ეწოდებული, ცუდად რო არ ზღერდა, სტოლთა განსახლების სამინისტრო და აფხაზეთის მთავრობა, რომელიც შედგება აღმასრულებელ და, ვთქვათ, საკანონმდებლო სტრუქტურიდან, უმაღლესი საბჭოთა მთავრობა. ეხლა ეს ორგანოები, ეს ინსტიტუტები უნდა მუშაობდნენ კოორდინირებულად. მე მახსოვს ის პერიოდი, როცა ერთი იქით იყო, მეორე აქეთ იყო, მესამე აქ და ყველა ვითომ თავის საქმეს აკეთებდა, მაგრამ ერთი მიზნისათვის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული ვთქვათ, პროგრამა არ იყო. განსახლების სამინისტრო ავიღოთ მაგალითად, დღემდე ის, რომელსაც წინა ხელისუფლების სამინისტრო ერქვა, უამრავი ფულია გახარჯული, უამრავი სახსრებია გახარჯული, უამრავი პროგრამა დაიწერა, მაგრამ როგორც იტყვიან, დღემდე პრობლემა რჩება 60,000 ოჯახი დევნილთა დღემდე ჭერქვეშ არის დარჩენილი. უამრავი პრობლემური საკითხი დარჩა დევნილების სოციალურ საკითხთან დაკავშირებით. ის ტექნოლოგია, რომელიც მათ შეიმუშავეს, არ გამოდგა ის ეფექტური, ეს ეფექტის მომტანი, რომ რაღაც მინიმუმამდე მაინც დაიყვანდა პრობლემის მოგვარების საკითხი. საინტერესოა, ანუ იმ დღიდან, როდესაც აფხაზეთის მთავრობა შეიქმნა, ამ წლების განმავლობაში იყო თუ არა პერიოდი, როდესაც ეს უწყება მუშაობდა ეფექტურად და სრულად ან ნაწილობრივ მაინც აკმაყოფილებდა დევნილთა პრობლემებს. ამ შეკითხვას იქედან გამომდინარეობს, რომ თქვენ ედვარდ შევარდნაძის პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის პერიოდში იყავით მთავრობის წარმომადგენელი, ხო? არა, მიხეილ სააკაშვილის პერიოდში. მე ვსაუბრობ, როდესაც ნინო ბურჯანაძე იყო ხელისუფლებაში. არა მარტო ნინო ბურჯანაძე, მე შვანიას პერიოდში ვიყავი თავმჯდომარის მოადგილე და კაბატონ ნინო ბურჯანაძის მოადგილეც ვდახლით. და ამიტომ კარგად გეცოდინებათ ეს პერიოდი და რა კეთდებოდა სახელმწიფოს მხრიდან. კარგი შეკითხვაა, რა თქმა უნდა, ახლა იმ პერიოდს და აი დღევანდელ პერიოდს ვერ შეადარებთ. ვერ შეადარებთ 92-93 წლებს, როცა პრაქტიკულად ქვეყანა გამოუცდელი ამ ხრივაც აღმოჩნდა უზარმაზარი პრობლემის წინაშე 350,000 დევნილი უსახკარო ყოველგვარი ვთქვათ პერსპექტივის გარეშე ყოველგვარი მიზნისა და ხვალიდელ დღეში ვთქვათ რაღაცა პერსპექტივის გარეშე აღმოჩნდა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. მაშინ იყო დასაყურებელი ხალხი, მაშინ იყო დასაბნეველი ხალხი. რა თქმა უნდა, მაშინ რომ ყოფილიყო ვთქვათ ჩამოყალიბებული ვთქვათ პროგრამა დევნილთა განსახლებისა, შეიძლება ეს პრობლემა დღეს არ ყოფილიყო თბილისში. მე მაგ ხედობაში თუ გინდათ აზერბაიჯანის მაგალითი, სადაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დევნილები ყველა მოაწყო თუ შეიძლება ასე ვთქვათ დროებით განსახლების ადგილებში, ტრიალ მინდორში, ხო და ჩვენთან საბავშვო ბაღები, სკოლები, ჯანდაცვის ობიექტები, ყველაფერი, სასტუმროები, ყველაფერი იმ დროისათვის გადაეცა დევნილებს და დევნილები რო დაფუძნდნენ აქ, მათ გაიჩინეს ვთქვათ სასაფლაოები თბილისში, გაიჩინეს თავისი მეგობრები, თავის შულებისათვის, სკოლაში დაიწყეს სიარული და მათი განსახლების პროცესი დღეს არის ძალიან მტკივნეული. ამიტომ ეს თავის დროზე
პრობლემა ვითომ მოგვარდა, მაგრამ მან შექმნა სხვა პრობლემები. ასევა ჯანდაცვის თქო ასეთივე პრობლემები შექმნა ჯანდაცვის სისტემაში. ხომ არ ვიცი რამდენად არის თქვენთვის ინფორმაცია ცნობილი ან არ არის. ხომ არ ფიქრობთ, რატომ უნდა იყვნენ დევნილთა ნაწილი პირადად ვახტანგ ყოლბაიაზე განაწყენებულები, იმიტომ რომ როდესაც კანდიდატურები დასახელდა ამ თანამდებობაზე დევნილთა ნაწილმა დალილა ხორავასა და ანუ თქვენი კანდიდატურა უფრო გააპროტესტა. რას უკავშირებთ ამას? არასწორი ახლა რომიტევეთ, ჩემი კანდიდატურა არ გაუპროტესტებიათ, მათ ჩათვალეს რომ ვთქვათ შეიძლება ყოფილიყო სხვა. ეს აზრის ქონა არ არის თქვა დანაშაული და აბსოლუტურად კანონზომიერია. მით უმეტეს ხალხად ძალიან კარგი მენეჯერია ჯანდაცვის სისტემაში და აქ მე არაფერს უცხოს არ ვხედავ. საქმე იმაშია, რომ ჩემ წინამდე კი არ იყვნენ. მოხდა რომ ასე ვთქვათ გაჩნდა სხვა კანდიდატურა, თუმცა ერთი შეცდომა თუ შეიძლება ასე ითქვას. მთავრობის თავმჯდომარე არ არის სატენდერო თანამდებობა. მთავრობის თავმჯდომარე ინიშნება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ პრეზიდენტთან თანხმობის შემდეგ. ამიტომ თუმცა ეს ის შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა, ანუ ეს მისი პრეროგატივა ამ შემთხვევაში და აქაც ქვეყანა არ იქცევა. ამიტომ კი არ იყვნენ ვთქვათ ჩემ წინამდე, არამედ ისე წავიდა საუბარი რომ ვახტანგ ყოლბაიას კანდიდატურა თავიდანვე არ იყო, ამე თუ მე ძალიან დიდი ხანი ვითრიე ფეხი თუ შეიძლება ასე ითქვას და ეს იყო ცნობილი დევნილთათვის, რომ მე ამ თანამდებობაზე როგორც იყვიან თავს ვიკავებდი. ამიტომ მე რა თქმა უნდა არა ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული და კი არა აბსოლუტურად კანონზომიერია რომ 300,000 დევნილს ბუნებრივია რაღაცა პრობლემა. თუმცა შესაძლებელია რომ გაცლებით მეტი მხარდაჭერა გქონდეთ, თუ რა თქმა უნდა აფხაზეთის მთავრობა უფრო გააქტიურდება. და ჩვენი საუბრის ბოლოს ძალიან მოკლედ, რადგან საეთერო დრო იწურება, თუ შეგიძლიათ გითხრათ რა აქტივობებია ბოლო პერიოდში, რამდენად ინტენსიურად ხვდებით დევნილებს, ან აქვს თუ არა მათ პირადად თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა, არის საათები მთავრობის შენობაში გამოყოფილი დახვდებით. ბუნებრივია რომ პრობლემები მათი იცით. რა თქმა უნდა პრობლემები ვიცი, საათი დაწესებული არ არის, დილის 10 საათიდან საღამოს გვიანობამდე, ასე ვთქვათ მე შეხვედრები მაქვს. უამრავი ღონისძიება ჩატარდა სხვათა შორის ამ დღეებში ეს იყო ვთქვათ ომის 9 მაისთან დაკავშირებით, აღდგომებთან დაკავშირებით, შეხვედრები იქიდან გადმოსულ აფხაზებთან კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში, სამეგრელოში, რამოდენიმე რაიონში, თბილისში რამოდენიმე რაიონში. ეს არ არის ჩემი დამსახურება, ეს არის ღონისძიებათა ის დაგეგმილი ვთქვათ ციკლი, რომელიც ვთქვათ ადრე იყო გაკეთებული, მე უბრალოდ ხელს უწყობდი იმას, რომ ყოფილიყო ვთქვათ დინამური, ყოფილიყო მომცვლელი და დევნილებს ქონოდა საშუალება რაღაცა ყურადღება ეგზნო ხელისუფლებიდან. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მცირე რამ და შემდგომში სხვა მიმართულებით წარიმართება მუშაობა და ზუსტად სტრუქტურულ რეფორმებზეა მაინც იმ ჭრილში რაც მე თავიდან ვილაპარაკე და იმ ჭრილში რაზედაც საუბრობდნენ თქვენი რესპონდენტები. დიდი მადლობა, მე გისურვებთ წარმატებებს. შესაძლოა ყველა დევნილის პრობლემა მე თქვენთან ვერ დავსვით და იმედია დევნილთა ნაწილი არ გამიბრაზდება, თუმცა როგორც თქვენ აღნიშნეთ და მე ეგ შეკითხვა იქიდან გამომდინარე დავსვი, რომ თქვენ მზად ხართ ნებისმიერ მათი პრობლემა მოისმინოთ და დიახ და შეხვედრებით შესაძლებელია რომ შეთქმოს. აქ პრობლემა არ არის, შეხვედრას არაფერი არ უდგას წინ, თავარია შეხვედრის შემდეგ პიროვნება წავიდეს კმაყოფილი მიღებული პასუხით და ასე ვთქვათ მოქმედებით. და ბოლოს ხო რაც ბრძანა ბატონმა ვოლსკი, მე იქ ვარ როგორც იტყვიან გამწესებული. მე ვარ იქ დროებით ვთქვათ დანიშნული და შემდგომში უნდა გაკეთდეს ყველაფერი ისე რომ აფხაზეთის მთავრობას ჰქონდეს ნორმალურად მუშაობის გამართულად მუშაობის შესაძლებლობა. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მე შეგახსენებ ჩვენს კითხვებს ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი პასუხობდა. ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ბიზნესის დრო. ეს არის ირაკლი ჩიხლაძის ღია თამაში და ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში მოგაწვით რეპორტაჟ ხორვატიის გზა ევროკავშირისკენ, ანუ 20 წლის განმავლობაში აღნიშნულმა ქვეყანამ რა გააკეთა. მანამდე კი ერთად უნდა გავიგოთ რა ხდება ბიზნესში. თეაშველიძეა პირდაპირ ეთერში, რომელიც უფრო დეტალურად ისაუბრებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. თეა, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის ირაკლი, რაც შეეხება თემებს, სადაზღვევო კომპანია ალფა უმწეოთა პროგრამას გამოეთიშა. ევროკავშირი უმსხვილებს ნავთობ კომპანიებს ფასებით მანიპულირებაში ადანაშაულებს რამდენიმე წუთში.
უცხოეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა შარშადელთა შედარებით 8.6%-ით გაიზარდა და აპრილში 122 მილიონი დოლარი შეადგინა. უმსხვილეს დონორებს შორის, ისევე როგორც გასულ წლებში კვლავაც რუსეთი ლიდერობს. ჩვენი თანამემამულეების რუსეთიდან 66 მილიონი დოლარი აქვთ გადმორიცხული, რაც მთლიანი გზავნილების ნახევარზე მეტს შეადგენს. მეორე ადგილზე 17 მილიონამდე დოლარით საბერძნეთია, მესამეზე კი 9 მილიონით იტალია. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველი ემიგრანტები შედარებით მცირე რიცხოვნად არიან წარმოდგენილნი, შესაბამისად გზავნილების მოცულობა ამერიკიდან 6.4 მილიონ დოლარს არ აღემატება. იანვარ-აპრილში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასულ წელთან შედარებით 4%-ით შემცირდა. 3 მილიარდ 600 მილიონი დოლარი შეადგინა. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ვაჭრობის კლება ძირითადად იმპორტის ხარჯზე მოხდა. მისი მოცულობა ზუსტად 8%-ით 2 მილიარდ 220 მილიონ დოლარამდე შემცირდა. სამაგიეროდ იმავე პროცენტით გაიზარდა ექსპორტი და 780 მილიონი დოლარი შეადგინა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წლის დასაწყისიდან სავაჭრო ბრუნვის მატების ტენდენცია მაინც შეიმჩნევა. სტატისტიკური ინფორმაციის შემდეგ რა ხდება სადაზღვეო ბაზარზე, სადაზღვეო კომპანია ალფა სავარაუდოდ თბილისელ, გორელ, კასპელ და გურულ უმწეოებს აღარ მოემსახურება. ალფას მენეჯმენტის მტკიცებით დაბალი პრემიის გამო მათ დიდი ზარალი განიცადეს. თუმცა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა ლაშა ნიკოლაძემ განაცხადა, კომპანიამ სადაზღვეო პრემიის გაზრდაზე მთავრობასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. ალფას ბენეფიციარებს საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში ჩართავენ, თავად სადაზღვეო კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ოფიციალური უარი სამინისტროსგან არ მიუღიათ. შესაბამისად, კვლავ მოლაპარაკებების იმედად რჩებიან. სატელევიზიო კომენტარზე კომპანიამ ჯერჯერობით თავი შეიკავა. ასკანელი ძმები გენადი ონიშენკოს პასუხობენ. მათ ოფიციალური წერილით უკვე მიმართეს რუსეთის ხარისხის მაკონტროლებელ ორგანოს და კომპანიის წარმომადგენლები მოსკოვში მოლაპარაკებებს მართავენ. ქართული კომპანიის წარმომადგენლები რუსეთის მთავარი სანიტარის განცხადებას ასკანელის კონიაკთან დაკავშირებით უსაფუძვლოს უწოდებენ. ჩვენ არც ერთ ქვეყანაში არსად პრობლემა არ ქონია. ჩვენ ევროპის ქვეყნებში საკმაოდ დიდი მოთხოვნა, საკმაოდ დიდი ბარიერები ამ შემოწმების ყველგან არანაირი პრობლემა არ ქონია. ულოდუნელი წამაში არაფერი არ არის. მე ვარაუდობ, რომ ქართული და არა მარტო ქართული, ზოგადად რუსულ ბაზარზე მსგავსი ტიპის ქმედებებს ძალიან ხშირად აქვს ადგილი და ქართული კომპანიები ამისთვის უნდა იყვნენ მზად. და ბოლოს ინფორმაცია უკვე უცხოეთიდან ევროკავშირი უმსხვილეს ნავთობ კომპანიებს ფასებით მანიპულირებაში ადანაშაულებს. ევროკომისია მსხვილი ნავთობ კომპანიების მიმართ გამოძიებას აწარმოებს. შელის BP-ის და სტატოილს ოფისებში ჩხრეკაც კი ჩაატარეს. არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა ისინი კონკურენციის ხელის შემშლელ შეთანხმებას აფორმებდნენ, რაც წამყვანი საფასო სააგენტოს პლაცისთვის ინფორმაციის მიწოდებას უკავშირდება. როგორც ვარაუდობენ, კომპანიები ბაზრის სხვა მოთამაშეებს უფლებას არაძლებდნენ ფასის ფორმირების პროცესში ჩართულიყვნენ, რაც საშუალებას აძლევდათ გამოქვეყნებული ტარიფები დაემახინჯებინათ. და კიდევ ერთი ინფორმაცია ბოლოს ჟენევაში გამართულ კრისტის აუქციონზე 101 კარატიანი ბრილიანტი 26 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც ამ კატეგორიის ბრილიანტისთვის რეკორდული თანხაა. ბრილიანტის მფლობელი იუველირი ჰარი უინსტონი გახდა. ამის გამო, რომ უინსტონი ბრილიანტის პირველი მფლობელია, მან მიიღო უფლება, რომ ძვირფასი ქვისთვის სახელი შეერჩია. ბრილიანტი დღეიდან უინსტონ ლიგასის სახელით იქნება ცნობილი. ქვას მსხლის ფორმა აქვს და უმაღლეს D კატეგორიას მიეკუთვნება. ამ დროისთვის ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. დროებით დაახლოებით 1 საათით გემშვიდობები. ზუსტად 1 საათში მე კვლავ დავბრუნდები, რაც შეეხება თემას. ეს არის საკმაოდ აქტუალური თემა და სხვათა შორის პრობლემატურიც. დღეს ამასთან დაკავშირებით გარკვეული დებატებიც გაიმართა, კამათი გაიმართა პარლამენტში. შრომის კოდექსი იქნება ჩვენი გადაცემის თემა. დროებით აგემშვიდობები, გადაცემის მეორე საათში უკვე სტუმრებთან ერთად გელოდებით. ახლა კი გადავინაცვლოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ხორვატიის 20 წლიანი გზა ყოფილი იუგოსლავიიდან ევროკავშირამდე. ქვეყანა ორგანიზაციის წევრი ოფიციალურად 1 ივლისს გახდება. შენგენის ზონაში შესაძლებლად კი ხორვატიას კიდევ 2 წლით დაცდა მოუწევს. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რეპორტაჟი.
ხორვატია ევროკავშირში გასაწევრიანებლად ემზადება. 1 ივლისს ქვეყანა ევროგაერთიანების 22 წევრი სახელმწიფო გახდება. თარიღის მოახლოებასთან ერთად ხორვატიაში იმედოვნებენ, რომ დასავლეთ ევროპელი ტურისტებისათვის ქვეყანა უფრო მიმზიდველი იქნება. თუმცა მანამდე ქვეყნის საზღვრებზე კვლავ ბევრი პრობლემაა. ხორვატია მონტენეგროს საზღვრის სიახლოვეს მდებარე ტერიტორია, რომელსაც თქვენ ხედავთ, ძალიან პრობლემატურია. ბოლო წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქვეყანაში უკანონოდ შემოსვლას სწორედ აქედან ცდილობენ. პოლიციის თანამშრომლების განცხადებით, ხორვატია მონტენეგროს საზღვრის გადაკვეთას ალბანელი, კოსოველი, ასევე აფრიკელი და აზიელი არალეგალი იმიგრანტები ცდილობენ. ხორვატიიდან კი მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადასვლას სურთ. სერბეთის მსგავსად ხორვატიაზე ეგრეთ წოდებული ბალკანეთის კონტრაბანდისტული მარშრუტი გადის, რომლის მეშვეობით დასავლეთ ევროპაში არალეგალებთან ერთად ნარკოტიკული ნივთიერებები, იარაღი და მოპარული ავტომობილები ხვდება. ბაჯაკაო სასაზღვრო პუნქტი ძალიან მიმზიდველია არალეგალი მიგრანტებისათვის. ამ ტერიტორიიდან ქვეყანაში უცხო ქვეყნის ბევრი მოქალაქე შემოდის. ბოლო 4 თვის განმავლობაში ჩვენ 205 ადამიანი დავაკავით. ჩვენ კარგი მანქანები და აღჭურვილობა გვაქვს. მაგალითად, სითბური გამოსხივების კამერა, ღამის ხედვის მოწყობილობა და ასე შემდეგ. ხორვატიის სახმელეთო საზღვარის ზონის სიგრძე 1377 კილომეტრს შეადგენს. საზღვაო კი 1000 კილომეტრს. დღეს 189 სასაზღვრო გამშვები პუნქტი გვაქვს ევროკავშირში შესვლის შემდეგ კი ეს რიცხვი 95-მდე შემცირდება. ევროკავშირში გაწევრიანების მიუხედავად ხორვატია შენგენის თავისუფალი მიმოსვლის ზონას ავტომატურად არ უერთდება. ამისთვის ზაგრებმა სასაზღვრო კონტროლის მექანიზმები უნდა დახვეწოს. სასაზღვრო კონტროლის გაუმჯობესებისათვის ევროკავშირის შენგენის ფონდიდან ხორვატია 120 მილიონ ევროს მიიღებს. ზაგრები თავისუფალი მიმოსვლის ზონაში შესვლას 2015 წლისთვის გეგმავს. პოლიტიკოსების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხორვატია ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მზადაა. ფიქრობ, ხორვატიამ სხვა კანდიდატებთან შედარებით პირობები უკეთესად შეასრულა და ზოგიერთ სხვა წევრ ქვეყანას ჯობნის. როგორც სლოვენიის მოქალაქე, ხორვატიის ევროკავშირში გაწევრიანებას ველოდები. ქვეყანა პოლიტიკურ-ეკონომიკურ თანამშრომლობას გააღრმავებს. ეს იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი დანარჩენი რეგიონისათვის, რომ გაფართოების პროცესი კვლავ გრძელდება. ევროკავშირისაგან წარმატებული სვლის მიუხედავად ხორვატიის მოსახლეობას მრავალი სოციალ-ეკონომიკური პრობლემა აწუხებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში სამსახური 120,000 ადამიანმა დაკარგა. უმუშევრობის მაჩვენებელი კი 20%-მდე გაიზარდა. ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის მხოლოდ 45% უჭერს მხარს. ახლა კი დავუბრუნდეთ დღის მთავარ თემას. მე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთში ქაშვეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება. ყველაზე მასშტაბური თავდასხმა და ავღანეთში დაღუპულები. საქართველოში დღეს გლოვის დღე ოფიციალურად არის გამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია სახელმწიფო დროშები, როგორც უკვე გითხარით, ქაშვეთის ეკლესიაში გარდაცვლილი ქართველი გმირების სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც უკვე მიდიან და ცოტა ხანში განცხადებებსაც გააკეთებენ. თქვენ უყურებთ მე-9 არხს და წარმოგიდგენთ ღია თამაშს ირაკლი ჩიხლაძესთან ერთად, სანამ საინფორმაციო გამოშვება დაიწყება. მოკლედ გეტყვით რა თემებზე გავამახვილებთ ცოტა ხანში ყურადღებას. ფსიქოსოციოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი შესაძლოა დაიხუროს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართება და პირდაპირ ეთერში ჩვენს კითხვებს უპასუხებს ცენტრის ხელმძღვანელი და ასევე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ოდნავ მოგვიანებით კი უნდა ნახოთ რეპორტაჟი, გულუხვი გამგებელი და შეწყვეტილი პრემიერი, ასევე პრემიები სიუჟეტის ნახვის შემდეგ კი ჩვენს კითხვებს თავად ხაშურის გამგებელი უპასუხებს. ახლა კი ერთად გავიგოთ რა თემები არის ამ დროისთვის მნიშვნელოვანი. პირდაპირ ეთერში სოფო ჩაკვეტაძე შემოგვიერთდა. სოფო გისმენთ. მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მოკლედ გარდაცნობ 7 საათისთვის განვითარებულ მოვლენებს. პარლამენტის პლენარული სხდომა ოპოზიციის მხრიდან პროცედურული წინააღმდეგობით დაიწყო. უმცირესობის წევრებმა კიდევ ერთხელ განზრახ არ გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, რის გამოც ქვორუმი არ დაფიქსირდა. სესიაზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები უნდა განიხილონ. ეს არის რიგით მესამე სესია, სადაც ცვლილებებს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს. ბრენჭისყრამდე კი ვერ მიდის, მანამდე კი პარლამენტში ფინანსთა მინისტრი იმყოფებოდა. საპარლამენტო უმცირესობის შემდეგ ნოდარ ხადური მართველი პარტიის დეპუტატებს შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს 2012 წლის
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა. შეხვედრა 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა. უმრავლესობასთან შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი, ძალიან კონკრეტული საკითხები. უმრავლესობას აინტერესებდა არა მარტო 2012 წელი, არამედ 2013 წელი და კითხვები იყო არა მხოლოდ დაფიქსირების პრობლემების ან არსებული ვითარების, არამედ იმ გზების ძიება, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს იქამდე, რომ წლევანდელი ყველა დაპირება შევასრულოთ. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის, რომ ალბათ ის რაცაც დღეს აკეთებს მთავრობა, რომ პირველივე თხოვნის შედეგად მთავრობის სხვადასხვა კუთხეების ხელმძღვანელები აიასებოდიან პარლამენტში, ხვდებიან უმცირესობას, უმრავლესობას. ეს შეხვედრები პირდაპირ ღია ეთერით გადაიცემა და ხედავთ, რომ არც მომზადებული კითხვებია და არც ჩაწყობილი თემები, ასე ვთქვათ, მართლაც მისასალმებელია. შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების გარკვეულ ნაწილში შეთანხმება მიღწეულია, სადაც საკითხს წარმოადგენდა ზეგანაკვეთურ ანაზღაურებასთან და ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხი. შეთანხმების მიხედვით 40 საათიანი სამუშაო კვირის ზევით იქნება ზეგანაკვეთური ანაზღაურება, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე საათობრივი ანაზღაურება იყო. კანონში შესატანი ცვლილებები ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მუხლობრივად განიხილეს. დავეთანხმეთ იმას, რომ უნდა დავიცვათ, როგორც კი შეგვიძლია დასაქმებულთა უფლება, მაგრამ არ უნდა მოხდეს ესე, რომ ისეთი ჩანაწერები გაჩნდეს, რაც დამსაქმებელს ხელს ააღებინებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. ამ მიმართულებით მაინდა-მაინც მხარდაჭერა ამას არ ქონია, პირიქით ჩვენ ვიღებდით ძალიან გრძელ დემაგოგიურ გამოსვლებს წინა შრომის კოდექსის, ასე ვთქვათ, ნეგატიურ მხარეებზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ 40 საათიანი სამუშაო კვირის ზევით იქნება ზეგანაკვეთური ანაზღაურება, იმაზე მეტი, ვიდრე საათობრივი ანაზღაურება იყო. ასევე ვადიან ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ჩვენ შემოგვაქვს წესი, რომ ერთწლიანი ხელშეკრულების შემდეგ კიდევ იქნება ან 1 ან 2 წლიანი ხელშეკრულება და ეს უკვე გადაიზრდება უვადო ხელშეკრულებაში. ახალი მემარჯვენეების საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ითხოვენ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მათთვის უმთავრესია ცვლილებები არჩევნებამდე განხორციელებას შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს. აღლების თქმით, ამასთან დაკავშირებით ისინი კონსულტაციებს არ აწარმოებენ. მინდა გითხრათ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ჩვენ გარკვეულ საკითხებზე კონსულტაციები გვაქვს, ეს შეეხება იგივე საკონსტიტუციო საკითხებს, შეეხება საარჩევნო საკითხებს, მაგრამ პირადად ჩვენ ახალ მემარჯვენეებს არანაირი კონსულტაცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით და საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გქონია არავისთან. თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს 5 ოპოზიციური ფრაქციის წევრი დაკომპლექტებულმა ჯგუფმა დღეს კიდევ 4 შეხვედრა გამართა, სადაც ძირითადი აქცენტი სამეთვალყურეო საბჭოების არსებობის აუცილებლობაზე გაკეთდა. დღევანდელ შეხვედრაზევე შეაფასეს თბილისის არქიტექტურის სამსახურის მუშაობაც, იმსჯელეს ქალაქში დაწყებული და შეჩერებული მშენებლობების დასრულების პერსპექტივებზე. ვისაუბროთ ჩვენ ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე, სამომავლო სტრატეგიებზე და მინდა მოგახსენოთ, რომ საკრებულო აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში, ქალაქის განვითარების გეგმაში. იმიტომ რომ ერთმა ადამიანმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, არ უნდა მივიღოთ შემდეგ უკვე რიყი ამ მდგომარეობაში ძველი თბილისი და ასე შემდეგ. რაც შეეხება საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხებს, მინდა გითხრათ, რომ დღეს ქალაქ თბილისის მერიაში მოქმედებს როგორც ზონალური საბჭო, ასევე მოქმედებს ძველი თბილისის მასშტაბით მოქმედებს ისტორიული საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია პარიტეტის საფუძვლებზე, შესაბამისი პარიტეტით კულტურის და მერიის წარმომადგენლების არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ამ ფორმატში დღესაც მიმდინარეობს მუშაობა ქალაქ თბილისის მერიაში და თუ დამატებითი ღონისძიებები იქნება საჭირო კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად, ამაზე ჩვენ დამატებით ვიფიქრებთ. საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულ 12 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულთაგან ერთი არასრულწლოვანია, ერთი კი ახალგაზრდა ქალი. ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობის გამო სამართალდამცველებმა თბილისში, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონში ერთდროულად 12 ადამიანი აიყვანეს. რაც გამოვიდა იქედან, მას არაფერი ცუდი რამე ამ საკითხზე არ ქონდა და გამოსვლის პერიოდს არაფერს არც ედავებიან. მხოლოდ ერთადერთი რაღაცა გაურკვეველი ზარი, მაგრამ
ადამიანს, რომელსაც ამხელა წარმატება აქვს, ამხელა რაღაცისთვის იბძვის ის იმ სისტემიდან დაბრუნებულობა ადამიანმა გააკეთა ამხელა რაღაცა დაბეჭდა წიგნი და იბძვის, რომ დაემკვიდროს საზოგადოებაში კარგი სახელი, კარგი ისწავლოს და გააკეთოს ყველაფერი კარგით. აბრუნებენ ისევ იქ. სატელეფონო საუბრები რო იყო ამას არც ერთი მხარე არ უარყოფს, მაგრამ თავარი არის ქმედება, რა განხორციელდა ამ სატელეფონო საუბრების შედეგად. ეხლა მე რომ წავიდე და ვთქვა რომ უნდა ავაფეთქო თბილისი თქო და აი ამისთვის რომ დამიჭირონ. რეალურად არც ერთი ქმედება სატელეფონო საუბარს მოყოლილი არ არის. არ არსებობს დაზრალებული, არ არსებობს ფულადი თანხა, რომელიც შეიძლებოდა რომ შეგროვებულიყო და ამოღებულიყო, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, აბსურდული ბრალდება არის წარდგენილი. სამართალდამცველებმა საინფორმაციო სააგენტო ინფოცხრის ოფისში ხანძრის რაჩენის ბრალდებით სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული ფარულად ინფოცხრის ოფისის სააპარატურო ოთახში შევიდა და შურისძიების მიზნით ვიდეოკამერების შესანახ ჩანთებს ცეცხლი წაუყიდა. შემდეგ ერთ-ერთი ვიდეოკამერა აიღო და შემთხვევის ადრილიდან მიიმალა პოლიციამ მის დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში აიყვანა. დაკავებული საცხოვრებელი სახლის შხრეტისას ინფოცხრის კუთვნილი მოპარული კამერა ნივთმტკიცება დამოიღეს დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის ფავორის სამმართველოს, ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიების შედეგად საინფორმაციო სააგენტო ინფოცხრის ოფისში ხანძრის გაჩენის ფაქტზე დააკავეს ამავე სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შევიდა ინფოცხრის ოფისში და შურისძიების მიზნით ცეცხლი წაუყიდა კამერების შესანახ ჩანთებს. ფარულად დაეუფლა ინფოცხრის კუთვნილ კამერას და ადგილიდან მიიმალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ბათუმის საავტორო ფილმების მერვე საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება ფესტივალი 15-დან 22 სექტემბრამდე კინოთეატრ აპოლოში, ბათუმის თოჯინების თეატრსა და ბათუმის ბულვარში ღია ცის ქვეშ გაიმართება. ფესტივალზე წელს 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი და 40 დოკუმენტური ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი. სტუმრებს ევროპიდან, შეერთებული შტატებიდან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან და აზიიდან ელოდებიან. ფილმების სუბტიტრებით იქნება ნაჩვენები. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანი, ოფიციალური პარტნიორი კი ბათუმის მერია. ფესტივალზე დასწრება უფასოა. ბათუმს უკვე გარდა ერთი კინოთეატრისა აქვს სხვა დარბაზი, სადაც შეიძლება პროფესიულად კინოს ჩვენება. ერთ-ერთი ეს არის ახალი საზაფხულო თეატრი და თოჯინების თეატრი. პლიუს პოლონურ პარტნიორებთან ერთად გეგმავთ ძალიან საინტერესო პროგრამის ბათუმის კინოფესტივალის ფილმების გარე ჩვენებების მოწყობას. რაც შეეხება ბლოგერები, ჩვენ უკვე მეოთხე წელია აქტიურად თანამშრომლობთ ბლოგერებთან. წელსაც გაგრძელდება ეს ხადია და გვექნება ბლოგერების კონკურსი, რაც გულისხმობს იმას, რომ ბათუმის კინოფესტივალზე ჩამოდის საკმაოდ ბევრი ბლოგერი, რომელიც აშუქებს სოციალურ მედიაში ბათუმის კინოფესტივალს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. დავით დაგემშვიდობებით ის საკითხები, რაზეც შემიჭროლი ერეკლი ჩიხლაძე გაამახვილებს გადაცემის მეორე ნაწილში ყურადღებას. რატომ შეწყდა ხაშურის გამგეობაში პრემიების დაცემა და ასევე საკითხი, რა ინტენსივობით იღებს ალკოჰოლს ჩეხეთის პრეზიდენტი, მე შეგახსენებთ ის ამ პოსტზე სულ რაღაც 3 თვის წინ დაინიშნა. და საკმაოდ საინტერესო კადრების გავრცელდა, რომელსაც გადაცემის ბოლოს ნახავს სოფო ჩვენი მაყურებელი. ახლა კი დღის კიდევ ერთი აქტუალური საკითხი, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მეთოდოლოგიური ცენტრი შესაძლოა დაიხუროს. ეს ნიშნავს იმას, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე 50-მდე ადამიანი პრაქტიკულად ქუჩაში დარჩება, იქ მყოფ ადამიანთა ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. სპეციალისტების ინფორმაციით შესაძლოა ამ ადამიანებს ჰოსპიტალური დახმარება დასჭირდეთ. რა პრობლემების წინაშე დგას ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო. სოფო ზედელაშვილი მუშაობდა თემაზე და სიუჟეტის ნახვის შემდეგ უკვე ჩვენ სტუდიის სტუმრებთან ერთად უნდა გავაგრძელოთ საუბარი. ეს არა მარტო ავადმყოფობის დაძლევაში გეხმარება, არამედ შენი უნარის გამოვლინებაშიც. მაგალითად მე ვაფშე არ ვიცოდი ხატვა, აი გადახატვაში ცოტა რაღაცა რამაზი რამდენიმე წელია ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის პაციენტია. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობის გავლის შემდეგ სპეციალისტების დახმარებით რეაბილიტაციის კურსს გადის. ხატავს, ძერწავს და კომუნიკაციის უნარებს იუმჯობესებს. როგორც თვითონ ამბობს, სრულიობით ნაშოვნი სამუშაო ერთხელ დისკრიმინაციის გამო მიატოვა. მუშაობ 1 წელი, ველოდი რომ ხელფას გამიზდიან, თამუშაობდი ძალიან მაგრათაც და უფრო მეც ვიდრე ის ხვები, რასაც უნდა გაეკეთებინა.
იმათ აძლევდნენ აი სიტყვაზე 500 ლარს, იმათ აძლევდნენ, მე მაძლევდნენ 200 ლარს. წამოვედი იმ სამსახურიდან. არ მოხდა ჩაგრავენ. რამაზი კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც ბიზნესმენმა ფსიქიკური პრობლემის მქონე პირების დასაქმებაზე უარი აი ასეთი მიზეზის გამოთქვა. ვინ არის გარანტია, რომ დანას არავინ არ დაგვარწავს? მაგაზე ძალიან გულიანად გამეცემა და მე რო ველაპარაკებოდი იმას, მე ვაფშე მეგონე ფსიქოთერაპევტი და ვიღაცა და ერთი კაცია მაინც მომიყვანეო, რომ ნორმალურად ლაპარაკოს ვერ და მე ვთხარ მე ხო გელაპარაკ კავკასიაში ინოვაციური მეთოდოლოგიური ცენტრი ამჟამად დახურვის საფრთხის წინაშეა. საქართველოსა და ჰოლანდიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 1999 წელს დაარსებული დაწესებულების ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება თავის დროზე ჯანდაცვის სამინისტრომ აიღო. თუმცა ასათიანის საავადმყოფოს გაყიდვის შემდეგ ცენტრი ფართის გარეშე დარჩა. ნაქირავები ოფისის ხარჯებს ამჟამად დონორი ორგანიზაცია ფარავს. ამ ტიპის მეთოდოლოგიური ცენტრი ერთადერთია. ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, ექთნები, სოციალური მუშაკები, ყველა ამ სპეციალობის ადამიანების გადამზადებას ახდენთ და ასწავლით რეაბილიტაციას. ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრში ყოველდღიურად მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე 50 პაციენტს სხვადასხვა სახის თერაპია უტარდება. სახელმწიფო ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაზე წელიწადში 70,000 ლარს ხარჯავს, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბიუჯეტის მხოლოდ 1%-ია. იმ პირობებში, როდესაც ჰოსპიტალური სერვისის დაფინანსებაზე ბიუჯეტის 70% მოდის. ფორმალურად ფსიქიატრია პრიორიტეტად არის აღიარებული, მაგრამ სინამდვილეში არ არის პრიორიტეტი, იმიტომ რომ ამ დარგისთვის არ გამოიყოფა სათანადო თანხები, ამ დარგს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არ ექცევა სათანადო ყურადღება. წავე განყოფილებაში თუ დღეში არის დაახლოებით 40 ლარი, აქ თვეში არის 16 ლარი. და პაციენტი როცა გამოეწერება, მას იმდენად ცუდი სერვისი, ცუდად დაფინანსებული სერვისი ხვდება გარეთ, რომ ის ძალიან დიდი ცოტა ხანში წვავდება ისე და ისე უკან ბრუნდება. ცენტრის პაციენტთა უმეტესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. რამაზი ამბობს, რომ დაწესებულების დახურვის შემთხვევაში პაციენტების უმეტესობას წასასვლელი არსად ექნება. ჩვენ თუ აქ არ ვიარეთ, აქაური 95% ჩათვალეთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ მოხდება საავადმყოფოში. რამდენი ხალხი რო იქ მოხდეს, სახელმწიფოს მაინც უწევს ხარჯების გადახდა, იქ ოთოჯერად იყვება, იქ წამლები არის, იქ ის არის და ის ფაქტი, რომელიც იქ უნდა მოხდენა გვაცხოვრონ, ამ ფაქტის ფული გადაგვიხადოთ და არ გვინდა ჩვენ იქ აფიქნებით. ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა შესახებ ვაგრძელებთ საუბარს უკვე სტუმრებთან ერთად მარიამ ჯაში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ასევე მანანა შარაშიძე, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის თავმჯდომარე მიიღებენ გადაცემაში მონაწილეობას. მე შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენმა ჟურნალისტმა მოამზადა სიუჟეტი და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მეთოდოლოგიური ცენტრის შესაძლო დახურვაზე იყო ყურადღება გამახვილებული, ასევე იმ პრიორიტეტზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რომ აღნიშნული ცენტრი არ დაიხუროს და ჩვენ ასევე გვაინტერესებს რეალურად მოხერხდება თუ არა ამ ადამიანთა დახმარება და მოდით დავიწყოთ ქალბატონ მარიამთან ერთად საუბარი. ქალბატონ მარიამ, საღამომშვიდობის. არ ვიცი რამდენად გესმოდათ ჩვენი რესპონდენტების მიერ დასმული საკითხი, რომლებიც სიუჟეტში საუბრობდნენ, საუბარია რომ აღნიშნულ დარგს არ ექცევა სათანადო ყურადღება და მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის ეს არის პრიორიტეტად გამოცხადებული. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, ქალბატონო მანანა. პირველ რიგში მოგეხსენებათ, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების პანაშვიდი და მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერის საშუალებით და მივუსამძიმრო თითოეულ ოჯახს და ასევე თითოეულ ქართველს ეს ტრაგედია. აქვე მადლობას მოგახსენებთ, რომ თქვენი ეთერის საშუალებით თქვენ ყოველთვის სვამთ იმ მწვავე კითხვებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთვის და არა მარტო ჯანდაცვის სამინისტროსთვის, არამედ ჩვენი მთელი საზოგადოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონკრეტულად ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამების და პოლიტიკის მიმართებაში საკმაოდ ობიექტური შეფასება იყო გაჟღერებული რეპორტაჟში იმასთან მიმართებაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე სახელმწიფო აღიარებდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრიორიტეტს, შესაბამისი დაფინანსება არსებული ფინანსური რესურსების ლიმიტაციებიდან გამომდინარე ვერ ხერხდებოდა და მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება არ ეთმებოდა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტს.
კონკრეტულად ქალბატონი მანანას ხელმძღვანელობით მიმდინარე პროექტს რაც შეეხება, ეს პროექტი უკვე წლებია მიმდინარეობს გაზეთ ლიბერალშიც და ასევე არსებულ დოკუმენტაციაშიც მითითებულია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან აქტიურობას ახორციელებს ეს ორგანიზაცია. სამწუხაროდ ჩვენთვის ცნობილი გახდა შესაძლო დონორის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე სულ რამოდენიმე დღის წინ და საკითხის აქტუალობებიდან გამომდინარე ჩვენი წარმომადგენლები, ჩემი კოლეგები უშუალოდ დაუკავშირდნენ ქალბატონ მანანას და ყველანაირად ვცდილობთ დონორთან მედიაციის ან სახელმწიფო თქვა სტრუქტურებთან შესაძლებლად უახლოეს პერიოდში არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას. ქალბატონო მარიამ, მოდით აქვე გითხავთ, სანამ ქალბატონ მანანასთან გადავინაცვლებ, ანუ საფრთხის წინაშე ამ ცენტრის დახურვა აღარ დგას? ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ უახლოეს პერიოდში დაესვას წერტილი ამ პრობლემას, ვუშუამდგომლებთ ორგანიზაციას ეკონომიკის სამინისტროსთან, ეს იქნება გარდამავალი ეტაპის გადაწყვეტილება, ხოლო ეტაპობრივად შევძლებთ, რომ უფრო კომპლექსური პოლიტიკის არგით ჩვენ რეაბილიტაციის ცენტრების რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით, მანამდე კი ქალბატონ მანანას მოусმინოთ, რომელიც უკვე პირდაპირ ეთერში იმყოფება. საღამომშვიდობის ქალბატონო მანანა და დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოკლედ ჩვენ საუბრობთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე და დავსვით კითხვა, რომ შესაძლოა საქართველოს ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ასოციაციის ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობთ თქვენ, დაიხუროს და საკმაოდ ბევრი ადამიანი დარჩეს აღმოჩნდეს სერიოზული პრობლემის წინაშე. ანუ რეალურად არსებობს საფრთხე, რომ დონორის მხრიდან დასულდეს ფინანსური დახმარება და ამ ცენტრის ფუნქციონირებას შეექმნას სერიოზული პრობლემები. დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან დიდი მადლობა ჟურნალისტებს ამ საკითხს რომ მიაქცია სათანადო ყურადღება. თქვენც მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ჟურნალ ლიბერალს. აი ჟურნალ ლიბერალი ჟურნალისტების წყალობით შეიძლება ესე მოხდეს, რომ ეს ცენტრი არ დაიხუროს ახლა, იმიტომ რომ მათ ეს საკითხი გამოიტანეს რამდენჯერმე დაწერეს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის პრობლემების შესახებ და ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ მიაქცია ამ ცენტრს ყურადღება და უკვე ესეთი პირი უჩანს, რომ შეიძლება არ დაიხუროს ის ცენტრი, რომ გუშინ ჩვენთან აი ზუსტად გუშინ, მას შემდეგ რაც ლიბერალში დაიწერა სტატია ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის შესახებ, ჩვენთან იყო ბატონი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ბატონი დავით ლომიძე, გარდა ამისა ჟურნალისტებმა ინფორმაცია მიიტანეს ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან, ქალბატონმა მარიამ მაციცის და მათ დიდი ყურადღება გამოიჩინეს და სავარაუდოდ ისინი ერთ-ერთი შენობა, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ და რომელიც არის ძალიან დანგრეული და გაურემონტებელი, შეიძლება ის გადმოგცენ, არ ვიცი როდის, მაგრამ სავარაუდოდ დაგვპირდნენ. რაშია საქმე? უცხოელი დონორი, როდესაც ჩამოვიდა საქართველოში, მან საქართველოს სახელმწიფოს უთხრა, რომ მე გავიღებ იმ შემთხვევაში ფულს, თუ იქნება საქართველოს მონაწილეობაც. თუ საქართველოს სჭირდება ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, მხოლოდ იმ შემთხვევაში დავაფინანსებ. მაგრამ სამაგეროდ თქვენ შენობა მისცეთ უფასოდ. ეს იყო 1999 წელს. ჩვენ მაშინდელმა სამინისტრომ გამოგვიყო 500 კვადრატული გაურემონტებელი ფართი ასათიანი სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტის ტერიტორიაზე, რომელიც დონორმა გაარემონტა და იქ წლების განმავლობაში შეიქმნა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც არის ერთადერთი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში და საამაყო ცენტრი, იმიტომ რომ ეს ცენტრი ნერგავს ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას მთელი საქართველოს მასშტაბით. მაგრამ მოხდა ისე, რომ 2011 წელს გარკვეული იმიტომ კი არა რომ სპეციალურად ასათიანის სახელობის ინსტიტუტის ტერიტორიის გაყიდვის შედეგად ყველა სახელმწიფო დაწესებულებას მოენახა ადგილი და ისინი გადავიდნენ სხვადასხვა ადგილას. მაშინდელი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ცენტრი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი სერვისია, გადავიდოდა ქავთარაძის 21 ნომერში. მაგრამ იცით აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო დაწესებულებები იმდენი გადაიტანეს იქ, რომ ვერ დაეტია, ისინი ცივიწროვეში მუშაობენ, ასე ვთქვათ, მაგალითად ფსიქონევროლოგიური დისპანსერი ძალიან სივიწროვეში უხდება მუშაობა და ემსახურება მთელს თბილისს. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ
დაეტია ამ შენობაში. გარდა ამისა, იურიდიულად გაუჭირდა სახელმწიფო დაწესებულებას ფართის მოცემა ჩვენთვის. აი ეს იცით რა, მაგრამ როდესაც ადამიანი მოინდომებს და როდესაც პრობლემა არის პრიორიტეტული, მას ის გადაწყდება. თუ ამას დოს საუბარია ჩვენ როგორც ქალბატონი მარიამისგან შევიტყვეთ, რომ ეს პრობლემა შეძლების დაგვარად უნდა მოგვარდეს. მე როგორც ვიცი, ჯანდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 1% არის გამოყოფილი ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა მოსაგვარებლად. თუმცა მე აქვე მინდა თქვენის მხრიდან მივიღო ინფორმაცია და საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი იმ ცენტრის დახურვის შემთხვევაში, რომელსაც ხელმძღვანელობთ თქვენ. რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან ეს ადამიანები? იცით რა, ამ ცენტრში დადის დაახლოებით 45-დან 50 ადამიანი, რომელსაც აქვს მძიმე ფსიქიკური აშლილობა, რომელთაც მოხდა მათი სტაბილიზაცია და წვავე განყოფილებიდან ან სტაბილური მდგომარეობაში, რემისიურ მდგომარეობაში ყოფნის დროს ისინი ჩვენთან გადიან ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას. ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია არის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი, რომელიც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფსიქოტროპული წამლებით მკურნალობა. ორივეს აქვს ერთად აზრი. ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია უზრუნველყოფს ამ ადამიანების უნარების განვითარებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. ანუ აი ეს მოძრაობა, აი ეს მიდგომა დასავლეთში დაიწყო თითქმის 50 წლის წინა. ჩვენ 40-50 წლით ჩამოვრჩებით დასავლეთს, რომ პაციენტების მძიმე ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მკურნალობა არ არის მათი მხოლოდ იზოლაცია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და მათთვის ფსიქოტროპული წამლების მიწოდება. მთავარია, რომ მათ განუვითაროთ სოციალური უნარ-ჩვევები. ქალბატონ მანანა, თქვენ აღნიშნეთ, რომ 50-მდე ადამიანი მიმართავს თქვენ ცენტრს. ანუ მხოლოდ ამ რაოდენობის პაციენტთათვის შეგიძლიათ დახმარების აღმოჩენა თუ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ელოდებიან რიგს. თუ როგორ ხდება? რა თქმა უნდა, რიგი არის დიდი, მოთხოვნილება არის ძალიან დიდი. მთელ საქართველოში არის 3 ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი. მეთოდოლოგიის ცენტრი ერთადერთი არის თბილისში, ეს ვართ ჩვენ. და ჩვენ მაგალითზე გაიხსნა მსგავსი ცენტრი ქუთაისში, არის აგრეთვე მსგავსი სერვისი თელავში და ამჟამად გაიხსნა ბათუმში. და აი ამ ცენტრებს აფინანსებს სახელმწიფო, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ ეს დაფინანსება ძალიან მწირია და მათ არ შეუძლიათ დააკმაყოფილონ ის მოთხოვნილება, რომელიც არსებობს მოსახლეობაში. სინამდვილეში მოსახლეობაში ძალიან დიდი მოთხოვნილებაა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციაზე. ჩვენ მხოლოდ მთელი თბილისის მასშტაბით 50 პაციენტი არის ზღვაში წვეთი დამერწმუნებით. და გარდა ამისა, ეს რეაბილიტაციის ცენტრები უნდა იყოს ახლოს, რაც შევა ახლოს საცხოვრებელ ადგილთან. ანუ მთაწმინდიდან, სანზონიდან, ძალიან შორი ადგილებიდან ჩვენთან არ უნდა უწევდეთ მოსვლა, იმიტომ რომ ორი ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაც ძალიან დიდი დატვირთვაა მათთვის, როგორც მატერიალური, ასევე ფიზიკური. ხანგრძლივად ტრანსპორტით მგზავრობა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანს უწევს. ჩვენ საკმაოდ ბევრ პრობლემაზე ვსაუბრობთ. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ქალბატონ მარიამთან ჩვენ ახლა გქონდეს შესაძლებლობა, რომ ის ჩაერთოს დისკუსიაში, თუმცა ტექნიკური პრობლემის გამო ვერ ხერხდება მასთან კითხვების დასმა, რისთვისაც მე მაყურებელს და ქალბატონ მარიამს ბოდიში უნდა მოუხადო. მოდი თქვენ გკითხავთ, რადგან თქვენც გაქვთ ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჰოსპიტალური სერვისის შემდეგ ეს ადამიანები რეალურად რას აკეთებენ? ბრუნდებიან ისე თუნდაც თქვენს ცენტრში და მსგავს ცენტრებში, რომლებიც საკმაოდ ცოტა არსებობს ქვეყნის მასშტაბით, თუ უბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას? ანუ რა ხდება ამ კუთხით, რო გითხრათ? იცით რა, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანს ჭირდება როგორც ჰოსპიტალი, კარგად განვითარებული, დაფინანსებული ჰოსპიტალი, ასევე ჰოსპიტალ-გარე სერვისები. საქართველოში ჰოსპიტალი ასე თუ ისე დაფინანსდა ბოლო წლებში შესაბამისად, მაგალითად, წვავე შემთხვევაზე გამოყოფილია 850 ლარი, მაგრამ ქრონიკულ შემთხვევაზე არის გამოყოფილი 450 ლარი, რაც არ არის საკმარისი, მაგრამ როდესაც ავადმყოფის სტაბილიზაცია ხდება და ის გამოეწერება საავადმყოფოდან, მას ხდება ძალიან ცუდად დაფინანსებული ფსიქონევროლოგიური დისპანსერი და ძალიან ცუდად დაფინანსებული ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. ამის გამო ადამიანი არაფერი არ მიეწოდება საავადმყოფოს გარეთ. ის ძალიან მალე მწვავდება და ისევ ბრუნდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, და მასზე ისევ 850 ლარი იხარჯება. ანუ დაფინანსება მწირიც არის და ამავე დროს არასწორად არის განაწილებული. და ჩვენ ციტა ჯანდაცვაში ადრე არასოდეს არ ყოფილა დაფინანსება საკმარისი და ამ ჯანდაცვიდან ფსიქიკურ
ჯანმრთელობაზე კიდე მინიმალური იყო ხოლმე ყოველთვის გამოყოფილი. მე იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის დაფინანსება გაიზრდება უახლოეს წლებში და ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც დაეთმობა სათანადო ყურადღება. დიდი მადლობა ქალბატონ მანანა, მე დავბრუნდები ქალბატონ მარიამს, რომელიც შემოგვიერთდა და ერთად მოვუსმინოთ უკვე ყველა იმ სამომავლო გეგმას, რომელიც ამ კუთხით იგეგმება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ქალბატონო მარიამ, თქვენ არ ვიცი რამდენად კარგად გესმოდათ ქალბატონი მანანას მიერ გაკეთებული განცხადებები და საუბარი პრობლემებზე. ანუ რეალურად ხო არ იგეგმება ჯანდაცვის სამინისტროში იგივე ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბიუჯეტის გადახედვა, რამდენად იქნება ეს შესაძლებელი? კი ბატონო, ფრაგმენტულად მოვკარი ძირითად კომენტარებს ვადევნებდი, ასე ვთქვათ, მესმო და ტექნიკური ხარვეზების მიუხედავად. არც ერთი საკითხი, რომელიც ქალბატონმა მანანამ დასვა, არ არის ჩვენთვის ახალი, ეს არის წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემა, ზოგადად მომსახურების ხარისხის, ასევე დაფინანსების და იმ დაბალანსებული მიდგომისა, რომელიც საჭიროა როგორც ჰოსპიტალური, ასევე თემზე დაფუძნებული და თქვა სამართლოს გარე მომსახურებებთან მიმართებაში. ამასთან მოგახსენებთ, რომ წელს უკვე სულ მცირე 7%-ით იქნება გაზრდილი მთლიანად ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბიუჯეტი და შეადგენს 13,725,000 ლარს და ყველაზე მნიშვნელოვანი წამოწყება სამინისტროსი გახლავთ ის, რომ მე მიჭირავს ხელში მინისტრის ბრძანების პროექტი, რომლითაც სამინისტროს ბაზაზე იქმნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის შემუშავებელი საბჭო. ეს საბჭო გააერთიანებს როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო და ინდივიდუალური დარგის ექსპერტებს და ერთიანი ხედვა, ერთიანი კონცეფცია თუ როგორი უნდა იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამების და სერვისების მოწყობა საქართველოში, სწორედ ამ საბჭოს ერთობლივი კონსენსუსით იქნება გადაწყვეტილი. საბჭო შეიქმნა თვენახევრის წინ ჯანდაცვის კომიტეტში შედგა პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც ჩვენ შევპირდით ჩვენს კოლეგებს, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ შეიქმნებოდა მსგავსი სათათბირო ორგანო, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში შექმნილიყო და შემუშავებულიყო ერთიანი ხედვა ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით. სავარაუდოდ მომავალი 2 თვის განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბებთ ჩვენს კონსულტანტებთან ერთად და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად თუ რა ტიპის სერვისების მიწოდება იქნება ყველაზე ადეკვატური და ოპტიმალური ჩვენი თქვენ აღიარებთ, რომ ამ ეტაპზე სერვისები არ არის ნორმალური, როგორ შეიძლება მოვახდინოთ ამ დარგის დეინსტიტუციონალიზაცია. ცით რა არის, ნებისმიერ შეფასებას სჭირდება ძალიან ღრმა ანალიზი. ერთ-ერთი ყოვლისმომცველი ანალიზი სახალხო დამცველმა გააჟღერა 2012 წლის შეფასების შემდგომ. ძალიან ბევრი საკითხი წარმოაჩინა ამ შეფასებამ, თუმცა იმის გამო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები არ იყვნენ ჩართული მიმდინარე კონსულტაციებში, ზოგიერთი ფაქტი არის, თქვათ, არასრულად წარმოჩენილი და არის ტექნიკური ხარვეზები. მიუხედავად ამისა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და სრულყოფილი ანალიზი და მაგალითად თავად აი სწორედ ეს თანმიმდევრობა ჰოსპიტალის შემდგომ, ანუ ჰოსპიტალიზირებული პაციენტის სახლში გაწერის შემდგომ, მას არ ხვდება ადეკვატური და თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული ამბულატორიული სერვისი. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნაბიჯები ამ კუთხით არის გადადგმული. დაფინანსების საკითხი, როდესაც ვსაუბრობთ, რომ 840 ლარიანი, თქვათ, მწვავე შემთხვევების მართვის ვაუჩერი და შემდგომ თვიური სტაციონარული ვაუჩერი არის არასაკმარისი, ან თუნდაც ამბულატორიულ დონეზე დაფინანსება არ არის საკმარისი, ეს მოითხოვს ისევ და ისევ ძალიან დეტალურ შესწავლას. ადეკვატურობა დაფინანსების არის ძალიან განზოგადებული თემა. ამიტომ ჩვენ სწორედ აი ამ საბჭოს ფარგლებში გვინდა რომ განვაფასოთ რეალურად რას უნდა მოიცავდეს სერვისები და თქვათ დღევანდელი საბაზრო ეს თქვათ. დიდი მადლობა რომ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდეთ. მოდით ქალბატონ მანასთან გადავინაცვლოთ თქვენის ნებართვით. ქალბატონ მანანა, ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვჭირდება და მინდა შეაფასოთ, ანუ კომისია რომელიც იქნება და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ რა განცხადებაც გააკეთა, ანუ ფაქტია რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე დაიწყება უკვე სერიოზული მუშაობა. მიიღებთ თუ არა თქვენ მონაწილეობას და შემდეგ დაგემშვიდობებით.
იცით რა, ეს საბჭო წინ გადადგმული ნაბიჯია და მე ვარ ამ ფსიქიკურ ჯანმრთელობის საბჭოში, რომელიც არსებობს სამინისტროსთან. გარდა ამის არსებობს საბჭო პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან, მაგრამ საბჭოზე ძალიან დიდი იმედების დამყარება არ შეიძლება. ქალბატონ მარიამ ჯაში რო ძალიან მონდომებული ვარ, ფსიქიკური ჯანმრთელობა პრიორიტეტი იყოს, კარგად დაფინანსდეს და განვითარდეს, მე ამაში დარწმუნებული ვარ და იმაში დარწმუნებული ვარ, მინისტრსაც უნდა რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმა წავიდეს წინ. მაგრამ იცით რა, წარმოიდგინეთ რომ ჯანდაცვის სამინისტროს წინ უდევს ძალიან დიდი სიმძიმე, რომელიც უნდა აწიოს, მაგრამ მას არ აქვს ის ხელი, რომელთაც უნდა აწიოს ეს სიმძიმე. მე ვფიქრობ, რომ თუ თვითონ ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურა არ შეიცვალა შიგნით და მას არ ეყოლება ისეთი თანამშრომლები, რომლებიც კომპეტენტური იქნებიან გარკვეულ დარგებში, მაგალითად ფსიქიატრიის დარგის, არა მარტო დარგის სპეციალისტები იქნებიან, არამედ ეწოდინებათ ჯანდაცვის მენეჯმენტი და ჯანდაცვის ეკონომიკა. საბჭო ბევრს ვერაფერს ვერ შეცვლის, იმიტომ რომ საბჭო კომპეტენციასთან გვაქვს ერთის მხრივ პრობლემა და არა სტრუქტურასთან. მე ვფიქრობ, რომ მაინც სტრუქტურასთან, იმიტომ რომ საერთოდ დასავლეთის ქვეყნებში ფსიქიკური ჯანმრთელობის მთელი განყოფილება არსებობს ჯანდაცვის სამინისტროში. მე მესმის, რომ ეს ხა ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროში ძალიან ძნელია მთელი განყოფილება, მაგრამ ორი კომპეტენტური ადამიანი რომ იყოს, აი ეს უკვე შეცვლილდეს. საბჭო, სადაც ადამიანები ესეთ საწყისებზე, საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობენ, ვერ შეიმუშავებს ხელისუფლების ხედვას. პირველ რიგში ხელისუფლებას უნდა კონდეს ხედვა, საით მიდის ჯანდაცვა, როგორ რეფორმას ახორციელებს და ამ რეფორმის, საერთო ჯანდაცვის რეფორმის რა ნაწილს იკავებს ფსიქიკური ჯანმრთელობა. ეს უნდა იყოს პირველ რიგში ხელისუფლების ხედვა და არა საბჭოსი. კარგით. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. იმედია, რომ ეგ საკითხი იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტი და ეს ცენტრი არ დაიხურება, რომელზეც ჩვენ ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ მარიამ ჯაში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ქალბატონი მანანა შარაშიძე, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის თავმჯდომარე. მოკლედ, ეს ბლოკი დასრულებულია, რამდენიმე წუთში ჩვენ უკვე ხაშურში უნდა გადავინაცვლოთ და გავიგოთ რა დამსახურებებისთვის უწევენ გამგეობაში პრემიებს თანამშრომლებს. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ცოტა ხანში ხაშურში უნდა გადავინაცვლოთ და გამგებელი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს, მანამდე კი გეტყვით, რომ გულუხი გამგებელი და შეწყვეტილი პრემიები. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში მიმდინარე წელს პრემიები რამდენჯერმე გაიცა. უფრო დეტალურად კი ვნახოთ ჩვენი ჟურნალისტის მიერ მომზადებული რეპორტაჟი და გავიგოთ რა დამსახურებებისთვის იღებდნენ ჩინოვნიკები პრემიებს. მოვიდე ნახა და თქვა რომ აი ამაში რომ ეს რო გავაკეთეთ 500 მილიონი ავიღეთ. 500 მილიონი არა, მაგრამ 500.000 უკვე გაცემულია. ხაშურის მთავარ მოედანზე გამგეობის მიერ გაცემული პრემიების მიზანშეწონილობაზე საუბრობენ. პრემიები არა. სად არის ეგა? სად არის? გვანახეთ, რა გააკეთეთ? თუ შეიძლება პრემია, ის პრემია. რა თუკეთეთ ხალხს? ბავშვა ერთი პრემიების თანხა თითქმის დახარჯულია. ხაშურის მუნიციპალიტეტმა წლის პირველ 5 თვეში თანამშრომლებზე პრემია უკვე 3-ჯერ გასცა. პრემიები კეთილსინდისიერად მუშაობისთვის უნდა გაცემულიყო, მაგრამ ისინი დღესასწაულებს დაემთხვა. ვინაიდან ჩაიდო 4-ჯერადი პრემია, შეგვიძლია გავცეთ, როცა ჩავთვლით ალბათ საჭიროდ, ხო? გაიცა პრემია, პირველი გაიცა საშობაოდ ჩვენ თანამშრომლებზე, მეორე პრემია გაიცა კვარტლურად და მესამე პრემია გაიცა სააღდგომოდ. ხაშურის გამგეობის მიერ პრემიების გაცემაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა უკვე რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალისტ მალხაზ მიქელაიას ინფორმაციით, წინა სადღესასწაულო წახალისება გამგეობისა და საკრებულოს ყველა თანამშრომელმა მიიღო. პრემიების ოდენობა არის ხელფასების იდენტური. პრემიები გაიცა როგორც ხაშურის გამგებელს, ასევე მის მოადგილეებს და ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მუშაობს იქ. პრემიების ოდენობა დაახლოებით რამდენიმე 1000 ლარზე არის. ხაშურის ბიუჯეტზე მონიტორინგს არასამთავრობო ორგანიზაციები აწარმოებენ. მათი ინფორმაციით პრემიებისთვის დაახლოებით 700.000 ლარია გამოყოფილი, რაც ბევრად აღემატება სოციალური დახმარებისთვის გამოყოფილ 282.000 ლარს. ვაწარმოებ მონიტორინგს, ზუსტი ინფორმაცია წერილობით მიღებული მაქვს ციფრები. სააღდგომო პრემიების გარდა გაცემული იყო 320.000, სააღდგომო პრემიაც დამატებულია 180.000-მდე. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ 2013 წლის ბიუჯეტში თანხა ერთი პრემიისთვის დარჩა და ის საახალწლოდ არის გადანახული.
მოდით გავიგოთ, გაიცემა თუ არა საახალწლოდ გადანახული პრემია ჩვენს კითხვებს ხაშურის გამგებელი უპასუხებს. ბატონი გიორგი ბერაია უკვე პირდაპირ ეთერშია. საღამშვიდობის ბატონო გიორგი, მადლობთ რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოკლედ, ერთ-ერთმა მოქალაქემ თქვა, რომ გვითხრან რა დამსახურებისთვის დარიგდა პრემიებიო და ხო არ შეგიძლიათ ჩვენს მაყურებელს მიაწოდოთ ინფორმაცია და დააკმაყოფილოთ ცნობის მოყარეობა. დამსახურებისთვის გაცემულ პრემიებზე ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვილაპარაკებთ. ჩვეულებრივი მოქალაქე ამას ალბათ ჯერჯერობით ვერ ხედავს, მაგრამ პრემიების გაცემა წინასწარ არის დაგეგმილი 2013 წელს. რაც უნდა გაცემულიყო პრემიები დაიგეგმეს 2012 წელს და ბიუჯეტშია ჩაწერილი. და ფაქტიურად ჩვენ გვინდა რომ ამ პრემიის გაცემის წესი შევცვალოთ. თუმცა კანონი არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ რაც არის დაგეგმილი, ის არ გავცეთ. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ასე ამ ფორმით გაცემული პრემიები პირადად მე არ მომწონს და ეს თავისთავად რაღაცნაირად წარმოადგენს ხელფასზე დანამატს. ანუ 12 თვეში უნდა გაიცეს 16 თვის ხელფასი. პრემიების გაცემის წესი კი მე ცოტა სხვანაირად მეჩვენება. ეს უნდა იყოს. მოკლედ, ბატონ გიორგი, მაინტერესებს თქვენგან როგორია სახელფასო ანაზღაურება თანამშრომლებს, იმიტომ რომ შესაძლოა საკმაოდ დაბალი ხელფასი აქვს და ამის გამო ხდება ადამიანების წახალისება. ხომ არ ფიქრობთ, რომ უნდა გადაიხედოს სწორედ სახელფასო ფონდი და მოხდეს ნორმალური ხელფასის გაცემა თანამშრომლებზე და არა ყოველთვიურად პრემიების? ну, პირადად ჩემ ხელფასზე ვიტყვი, ეს დაბალი ხელფასი არ არის. დანარჩენების სამსახურის უფროსების, თავარი სპეციალისტების, სპეციალისტების ხელფასები შედარებით დაბალია და შეიძლება ეს დანამატი ეს მე რომ გითხარით 12 თვეში უნდა გაიცეს 16 თვის ხელფასი, შეიძლება შეიცვალოს და თვითონ ტარიფები ჩამოყალიბდეს თითოეულ სპეციალობაზე და თითოეულ თანამდებობაზე და აღარ იყოს დამატებით საჭირო და პრემიას ჰქონდეს პირდაპირ დანიშნულება, რასაც ქვია პრემია. ანუ წახალისება კარგი და ხარისხიანი შრომისათვის და შედეგებისათვის, რა თქმა უნდა. და ასევე საინტერესოა, სოცდახმარებისთვის გამოყოფილ თანხაზე ბევრად უფრო მეტია პრემიებისთვის გათვალისწინებული. როგორ ხდება ეს იყო შეცდომა თუ შეგნებულად გათვლა გაკეთდა იმაზე, რომ თანამშრომლებისთვის სამუშაოს ადეკვატური წახალისება სამწუხაროდ სამწუხაროდ რატომღაც ხაშურია არჩეული ამ თემის სასაუბროდ, თუმცა ყველა თვითმმართველ RTU-ში, ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობაში არის ასეთი წესი ხელფასების და პრემიის გაცემის. კარგით, გასაგებია. დიდი მადლობა რომ მიიღეთ. სოციალური დახმარებისთვის გამოყოფილი იყო 550.000. დიახ, ძანეთ. სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილი არის წლევანდელი წლისთვის 550.000 ლარი, რომელიც აშკარად ეთყობა, რომ ძალიან მცირეა, რადგან შაშანაც ამდენივე იყო გამოყოფილი და ის გაიხარჯა მთელი წლის მანძილზე და ჩვენ უკვე თითქმის 9 წელი არ გასულა და ეს თანხა თითქმის ათვისებული გავს და ალბათ დამატება დაგვჭირდება სხვადასხვა ფონდებიდან. კარგით. დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მოკლედ ხაშურის გამგებელი პასუხობდა ჩვენს კითხვებს, სადაც პრემიები რიგდებოდა და შეწყდა და როგორც ამბობენ, ეს ფორმა მათთვისაც მიუღებელია და შესაძლოა გადაიხედოს საკითხი. ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ კი უკვე ბიზნესის დრო და თეაშველიძე საკმაოდ საინტერესო სტუმრები ყავს და ერთად მოვსმინოთ. ჩვენ დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და ამ წუთებში ქაშვეთის ტაძარში დაიწყო სამოქალაქო პანაშვიდი, როგორც თქვენთვისაა ცნობილი, ქართველი სამხედროები რამდენისას ჩამოასვენეს საქართველოში და დღეს ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული.
გამოგიცხენეს მე მოაკლდების მაცხოვრებისა შენი სამიმართულსა ჩემსა რამე თუ მე სიტყვათა შენთავესა მოაკლდეს თვალნი ჩემი სიტყვათა მიმართ შენთა მე ტყვიედრა იოდეს მე ნუგეშინის მცემე რამე თუ ვიქმენი ვითარსად ხიერი ნეფასა ხოლო სიმართლენი შენი მიარა დავივიწყენ რაოდენმე არიან დღენი მონისა შენისანი მოდეს მე ხო სასჯელი ჩემი მდევართა ჩემთაგან მითხრეს მე უბჟულოთაც რა ხაი არა მე და რა იყო ვითარჯული შენი უფალო ხოვანი ცნებანი შენი ჭეშმარიტებით არიან უსამართლოდ დევდეს მე შემეციე მე წუნხა წარწყდეს მე ქვეყანასაზე და ხოლო მე არა დაუტევენ ცნებანი შენი წყალობითა შენითა მაცხონე მე და დავიმარხე წამებანი პირისა შენი სანი უკუნისამდე უფალო სიტყვა შენი დააგრებისათა შინა და ნათესავად მე ჭეშმარიტება შენი დააფუძნე ქვეყანა იესე და კიეს ბრძანებასა შენ საელის დღე რამე თუ ყოველთურ გმონებს შენ არა თუმცა ჟული შენის რა ხო იყო ჩემ და მაშინვე სამემცა წარწყდეს იმდაბლესა შინა ჩემსა უკუნისამდე არა დავივიწყე მე სიმართლენი შენი რამე თუ ამაშინ ამას ხონე მე შენი ვარ მასხონე მე რამე თუ სიმართლენი შენი გამოვიძიე მე მელოდეს მე ცოდუნი წარწმე და რამე თუ წამებანი შენი გულის მოყვენ ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი ფართო არცნება შენი ფრიად რა ვამაჩ შევიყვარე ჟული შენი ყოველსა დღესაც ურთა არ ჩემ და უფროსის მტერთა ჩემთა სამეცნიერო გამოცნებათა შენთა რამე თუ უკუნისამდე ჩემნი არიან უფროსის ყოველთა მასწავლათა ჩემთასა გულის მოყვენ რამე თუ წამებანი შენი წურთა არიან ჩემ და უფროსის მოხსებუთასა გულის მოყვენ რამე თუ წამებანი შენი გამოვიძიენ ყოვლისაგან გზისა უკეთურისა დავაყენე ფეხი ჩემნი რაითა მიმარხნე მე სიტყვანი შენი სამართალთა შენთაგან არა გარდავაქციე რამე თუ შენ ჟულიერ მყავენ რა ვამათ ყველარიან სასასა ჩემსა სიტყვანი შენი უფროს თაფლისა ვირსა ჩემსა მცნებათა შენთაგან გულის მამიყავ ამისთვის მოვიძულე ყოველი გზა ისიც როისა ის ანთელას ფეხთა ჩემთა ჟული შენი და ნათელალაკთა ჩემთა ხუცე და დავამტკიცე რაითა დავისე მე განგითხვანი სიმართლე შენისანი დავამდავდი ფრიად უფალო მაცხონების სიტყვისაებ შენისა ნებსითი პირისა ჩემისა ისათნო იყავ უფალო და სამართალნი შენი მასავე მე სული ჩემი ხელთა შენთა შინაარს მარადის და ჟული შენი მე არა დავივიწყე დამერწყეს მე ცოდუთა მახედა მცნებათა შენთაგან მე არა შეძლე მოგეთ ქართველი გმირების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს ქაშვეთის ეკლესიაში რომელსაც თქვენ პირდაპირ ეთერში უყურებდით ჩვენ დროის გადაშორების გამო ბოდიშუხტით თიაშველიძეს რომელიც თავის სტუმართან ერთად გველოდება და მე დავუთმობ ეთერს ბიზნესის დროს კიდევ ერთხელ მოგესალმებით შრომის კოდექსთან დაკავშირებით ვაჭრობა სტამბულის ბაზარს დაემსგავსა მიაჩნია ზოგიერთ ბიზნესმენს დამსაქმებას ფულის ჯიბიდან ამოღება არ უნდა აცხადებენ პროფკავშირები ეს არის შეფასებები რომელიც პარლამენტში საკომიტეტო განხილვაზე ისმოდა კანონმდებლებმა შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ აქტიურად დაიწყეს კოდექსი უნდა არეგულირებდეს ურთიერთობას კი არ უნდა აუარესდეს, კი არ უნდა აჩხუბო ერთმანეთთან. ისეთი კოდექსი უნდა შემუშავდეს, რომ დამსაქმებელი და დასაქმებული უნდა გრძნობდეს თავს კომფორტულად. მე თუ მექნება ოპერატესობა არა ვარ სწორი და არც იმას არ მოხდეს ოპერატესობა ეს უნდა იყოს ხელშეკრულება ესე უნდა გარმონიული უნდა იყოს რაც შეიძლება არ ხდება ესე ცხოვრებაში ესე იდეალურად მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა მიდიოდეს აქამდე რაც მაქსიმალურად შევძლებდით იმის მიღწევას ლობირების საშუალებით რომ მაქსიმალურად თავისუფლება ქონოდა დამსაქმებელი ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა იმიტომ რომ ირიბათ ეს ნიშნავს ეკონომიკისათვის უკეთესი იქნება იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდეს შესაბამისად უფრო თავისუფლება იქნება რაც უფრო შევბოჭოთ ბიზნესი იგივე არ აქვს მნიშვნელობა ან სხვა კანონმდებლობით შესაბამისად მას თავისუფლების ხარისხი შეუმცირდება. შეზღუდვა თანამშრომელთა როტაციების ან ახალი კადრების მიღების პროცესში უკვე შექმნის გარკვეულ ბარიერებს და კომპანიას მოუწევს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს ახალი კადრების აყვანას და უკვე მოუწევთ ის დიდი მიზნები რაც აქვთ არსებული რესურსის ფარგლებში გადაწყვეტონ რაც მძიმე იქნება როგორც თვითონ დასაქმებულისთვის ასევე კომპანიის განვითარებისთვისაც. ეს არის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან, ეს არის მათი მოსაზრებები და როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და განაცხადა, რომ საჭიროა, რომ შრომის კოდექსი იყოს უფრო მეტად დაბალანსებული, ამის შემდეგ უკვე დაიწყეს პარლამენტში მუშაობა. დღეს გაიმართა საკმაოდ ხმაურიანი განხილვა, საკომიტეტო განხილვა უკვე მეორე მოსმენით პარლამენტში და შრომის კოდექსთან დაკავშირებით გააკეთა სხვადასხვა სახის განცხადებები ჩვენ გადაცემის მსვლელობისას შევეცდებით პარლამენტიდან ჩართვას და მივიღოთ კონკრეტული ინფორმაცია კანონმდებლების განმთავრების წევრების მხრიდანაც. მანამდე კი წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს ლილი ბიბილაშვილი, HR გილდიის ხელმძღვანელია დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. კაბატონ ლილი, მოგესალმებით პირველ რიგში. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სანამ ჩვენ გვექნება საშუალება შევეცდებით რომ ჩვენ დავუკავშირდეთ პარლამენტს, მანამდე
ორიოდე სიტყვით რომ გვითხრათ თუ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ რა ცვლილებები შედის რა ცვლილებები შევიდა მეორე ვარიანტში უკვე მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ოფიციალურად ესეთი თქვათ ინფორმაცია ვერსად ვერ ვნახე, სიმართლე გითხრათ, თუმცა შეხვედრები იყო გამართული სხვადასხვა სამინისტროს სხვადასხვა წარმომადგენლებთან და მათგან მივიღეთ ინფორმაცია. ქალბატონ ლილი, მაპატიეთ უნდა შეგაწყვეტინოთ ჩვენ პირდაპირ ეთერში, ჩვენ ქუთაისიდან გვერდება იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, რომელიც არის ერთ-ერთი ავტორი შრომის კოდექსის. ბატონო ალექსანდრო, მოგესალმებით. გესმით ჩვენი ხმა, ხო? გამარჯობათ. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა იმისათვის, რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ გადაცემაში და ორიოდე სიტყვით რომ გვითხრათ, რამდენად მოხდა იმ შენიშვნების გათვალისწინება, რომლებიც ჰქონდათ ბიზნესის წარმომადგენლებს. ნაწილის გათვალისწინება მოხდა, ყოველს გათვალისწინება ვერ მოხდებოდა. კოდექსი თავიდანვე ჩვენ მიგვაჩნია რომ იყო საკმარისად დაბალანსებული. გარკვეული მოთხოვნები იყო როგორც პროფკავშირების მხრიდან, დასაქმებულების მხრიდან, ისე დამსაქმებლების მხრიდანაც და ორივე მხრიდან რაღაც გარკვეული მოსაზრებების გათვალისწინება მოხდა. ასე მოხდა ბიზნესის შემთხვევაშიც. მაგალითად, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ბიზნესის მოთხოვნის კვალ და კვალ ჩვენ შევცვალეთ ვადიან ხელშეკრულებებთან დაკავშირებული რეჟიმი. ეხლა უკვე შესაძლებელია ერთ წელზე მეტი ვადი თუ არის ხელშეკრულება დადებული, ის რაღაცა სპეციალურ პირობებს აღარ დაექვემდებარება, ოღონდ ერთი პირობით რომ თუ შრომითი ურთიერთობები გრძელდება 2 წელიწად ნახევარზე მეც, მაშინ ვადიანი ხელშეკრულება უკვე გადაიზრდება უვადო ხელშეკრულებაში. თუმცა ეს როგორც ბიზნესის ნაწილი ბიზნესმენებისა, ამას არ მიიჩნევს საკმარისად. იგივე დღევანდელ საკომიტეტო განხილვაზე საკმაოდ ესეთი ხმაურიანი განცხადება ამ საკითხთან მიმართებაში. შრომის კოდექსის თავდაპირველი ვარიანტი ზედმეტად მიკერძოებული იყო და მთლიანად დასაქმებულების უფლებებზე იყო აგებული. კარგია, რომ იუსტიციის სამინისტრომ უვადო კონტრაქტების შესახებ მუხლს გადახედა და გაითვალისწინა ბიზნესის რეკომენდაციები. თუმცა ვფიქრობ, ერთწლიანის შემდეგ პირდაპირ უვადო შრომითი ხელშეკრულების დადება მიზანშეწონილი არ არის. ვიმედოვნებ, მთავრობა გაიზიარებს ჩვენს პოზიციას. იქნება თქვენი პასუხი ამ შემთხვევაში რეპლიკის სახით. ჯერ ერთი როგორც მოისმენეთ, ფადიასლი თვითონ მიესალმა პრინციპის მიღება. ხა ფადიასლი საერთოდ გამორჩევა ხმაურიანი განცხადებებით. რა უყოთ მას ესეთი სტილი აქვს და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, მისი უთანხმოება ამ წუთში იმით არის განპირობებული, რომ იგი ითხოვდა 3 წლის შემდეგ ჩათვლილიყო კონტრაქტი უვადოდ, ჩვენ კი გვიწერია 2 წელიწად ნახევარი დიახ, რასაც თუ დაუმატებთ გამოსაცდელ პერიოდს, რომელიც 6 თვე შეიძლება გაგრძელდეს, ჯამში მაინც 3 წელს ვიღებთ, ასე რომ პრინციპული განსხვავება არ არის. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა, ბატონო ალექსანდრე, მადლობა იმისათვის, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მე ვიცი, რომ თქვენ გეჩქარებათ, ამიტომ აღარ დაგაყოვნებთ. ჩვენ სტუმართს დავუბრუნდებით, მასთან გადავაკითხვით. ქალბატონო ლილი, ჩვენ მოვისმინეთ კომენტარი, რომელიც გააკეთა ერთ-ერთმა ავტორმა შრომის კოდექსის და როგორ იქნება თქვენი შეფასება ასეთ შემთხვევაში? ანუ მოხდა გარკვეული რაღაცა შენიშვნების გათვალისწინება. ნიშნავს თუ არა იმას, რომ ეს არის საკმარისი თუ თვლით, რომ რაღაც კიდევ უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უფრო მეტი მოგეხსენებათ, ბევრად უკეთესია ეს ვარიანტი და ეს ჩვენი შეთავაზებაც იყო, მინდა გითხრათ, ჩვენ ერთ-ერთი მოთხოვნა ქონდა, რომ ხელშეკრულების დადებისას ერთ-ერთი ფორმა ყოფილიყო ვადიანი ხელშეკრულება, თუნდაც მინიმუმ 1 წლიანი. დიდი მადლობა მათ, რომ ეს გაითვალისწინეს, იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა დასაქმების ბაზარზე, ვინაიდან როდესაც იყო არჩევანი მხოლოდ სამუშაო შესრულებასა და უვადო ხელშეკრულებას შორის, რა თქმა უნდა, პრობლემები ექნებოდა ბიზნესს და ეს პრობლემები პრინციპში აისახა კიდეც უკვე მთელ კომპანიებში როგორც ამბობენ, დაიწყო წინასწარი, ასე ვთქვათ, პრევენციული მოქმედებები, კერძოდ ხელფასების შემცირება, კადრების შემცირება და ასევე ვთქვათ, მზაობა იმისთვის, რომ გადასულიყვნენ აუთსორსინგზე, ეგრეთ წოდებულზე, ანუ გარედან მომსახურებაზე, ვინაიდან მართლა სერიოზული პრობლემაა უვადო ხელშეკრულება, მაშინ როდესაც განთავისუფლების მუხლებში ძალიან კარგად არის გაწერილი ყველაფერი, თუმცა ერთ-ერთი ხელმოსაკიდი, ასე ვთქვათ, როგორც
მნიშვნელოვანი პუნქტი იყო საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეუსრულებლობა ან დაბალი ხარისხის შესრულება. იმ პირობებში, როდესაც ეს აწყობილი სისტემაა და კარგად არის ეს გამართული ორგანიზაციებში, დიდი პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ როცა ეს არ არის, ამ შემთხვევაში ეს პრობლემა იყო. გასაგებია, ჩვენ გვაქვს საშუალება ასევე კიდევ ერთი პოზიციაც მოვისმინოთ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პარლამენტში აქტიურად იღებდა მონაწილეობას პროფკავშირების, გაერთიანებული პროფკავშირებიც იყო ჩართული ამ პროცესში და რამდენიმე წუთში ჩვენ გვექნება საშუალება ასევე მოვისმინოთ, როგორც მე მაცნობებენ უკვე შეგვიძლია მოვისმინოთ გოჩა ალექსანდრია, გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე არის გვერდება პარლამენტიდან. გოჩა, მოგესალმებით. კოჩაკი, უპირველეს ყოვლისა, რამდენად კმაყოფილი ხართ იმ ცვლილებებით, რომელიც განხორციელდა მეორე მოსმენით შრომის კოდექსში? შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით ცვლილებები არ განხორციელებულა, დღეს ეს არის ვარიანტი, კი, მაგრამ არის განიხილება, დიახ. დიახ, ანუ თუ საუბარია იმაზე, თუ როგორ კმაყოფილი ვარ თუ არა განხილვებით, რომელიც დღეს გაიმართა, შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ იყო რამდენიმე პრინციპული საკითხი, რომელიც გავლაც მოახერხეთ დღეს, კომიტეტმა მოახერხა დღეს, რაც მისასალმებელია, თუმცა გადაიდო ხვალისთვის უკვე გაგრძელდება კვლავ მოსმენა და იმედი გვაქვს, რომ ხვალ მთლიანად დავასრულეთ მუხლობრივად გავლას კოდექსისას. თქვენ ხომ არ დაგჭერთ გარკვეული შენიშვნები, ახლა შეუძლებელია რომ იყოს ორივე მხარისთვის ისეთი რამდენად დაბალანსებულია? ხო, მეტნაკლებად დაბალანსებულია, ჩვენ ახლა რასაკვირველია, კიდე აღვნიშნე კიდე დასაწყისში რომ არა ვართ კმაყოფილები ბოლომდე, მაგალითისთვის უპირველესი, ასე ვთქვათ, საკითხი, რომელიც ეხება ვადიანი ხელშეკრულებების თემას, ჩვენი აზრით კვლავ დაუბალანსებელია. ანუ ვადიანი ხელშეკრულების დადება საერთოდ არა მხოლოდ ევროპაში, ზოგადად მსოფლიოში უკავშირდება დამსაქმების მხრიდან აი ამ უფლების ვადიანი შეთანხმების დადების უფლების ბოროტად გამოყენების პრევენციას. არ ვამბობ იმას, არ ვამტკიცებ რომ და ყველა დამსაქმებელი ბოროტად იყენებს, მაგრამ ძირითადად საქართველოში და ჩვენაირ ქვეყნებში ეს ასეა. ამდენად ჩვენ გვინდა რომ უფრო მეტად იყოს, ასე ვთქვათ, დამსაქმებელი ჩარჩოში მოქცეული და მან ასე ვთქვათ, არ გამოიყენოს ეს უფლება ბოროტად და გარკვეულწილად გონივრულად იყოს. რას მოითხოვთ, რომ გადაიხედოს კიდევ ეს ნორმა? დღეს იყო განხილვა, მაგალითად დღეს შევთანხმდით იმაზე, რომ ერთ წლამდე ვადი დადებული შრომითი ხელშეკრულებები დაექვემდებარება გარკვეულ ობიექტურ გარემოებებს, ანუ დამსაქმებელს არ შეიძლება აპრიორი დადოს ვადიანი ხელშეკრულება, თქვათ ერთთვიანი, ორთვიანი, ერთ წლამდე ხელშეკრულება მიზეზის გარეშე. მაგალითად, ეს უნდა იყოს ან სეზონური სამუშაო, ეს უნდა იყოს მაგალითად შვებულებაში მყოფი ადამიანის ჩასანაცვლებლად დაყვანილი დასაქმებული და ასე შემდეგ, მაგრამ ერთ წლიან ზევით უკვე მას როგორც დღეს ითქვა არ ექნება ვალდებულება თქვათ დაასაბუთოს მიზეზი, მაგრამ უნდა დადოს ერთ წელზე მეტხნიანი კონტრაქტი და შეიძლება მხოლოდ ორჯერ დადოს ასეთი კონტრაქტი, შემდეგ უკვე უნდა იყოს კონტრაქტი განუსაზღვრელ ვადიანი, ანუ უვადო. ეს მეტნაკლებად ჩვენ გვაკმაყოფილებს, თუმცა ვხედავთ რისკებს დისკრიმინაციისას და ეს გვაშფოთებს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ბატონო გოჩა იმისათვის რომ მონაწილეობდით გადაცემაში, ბოლო კითხვა რეპლიკის სახით. სამწუხაროდ ჩვენ აღარ გვაქვს ბევრი დრო, მაქსიმალურად მოკლედ რომ შეაფასოთ, როგორია თქვენი პოზიცია, აი ამ ორივე მხარეს მოვუსმინეთ პროფკავშირების პოზიცია, მოვუსმინეთ ასევე თავრობის პოზიციაც, თქვენ რას იტყოდით ქალბატონ ლილი? მე ვთვლი, რომ ეს მიღწეული ამ საკითხთან დაკავშირებით ეს საკმაოდ დიდი წარმატებაა, იმიტომ რომ ის პირველი ვარიანტი საკმაოდ კაბალური იყო დამსაქმებლისთვის და ეს შედარებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს აძლევს საშუალებას დამსაქმებელს, რომ თქვათ მეტნაკლებად მოქნილად იმოქმედოს შრომის ბაზარსაც დაეტყობა ეს და თუმცა ხმლიანად არ გადაჭრის საკითხს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკეთესი ვარიანტია ვიდრე წინა. დიდი მადლობა ქალბატონ ლილი. ლილი ბიბილაშვილი HR გილდიის ხელმძღვანელი გახდა დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. დღეს გადაცემა ბიზნესის დრო დასრულებულია, ხვალამდე გემშვიდობებით.
და გადაცემის ბოლოს ტრადიციულად ერთად გავიგოთ რა თემებზე გამახვილებს ყურადღებას მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ლევან ჯავახიშვილს მივესალმები. საღამოშვიდობის ლევანი. საღამოშვიდობისა ირაკლი, მოკლედ იმ თემების შესახებ, რომლებზეც ვცლად ზუსტად 1 საათში ვისაუბრებთ. გლოვის დღე საქართველოში დაშვებული სახელმწიფო დროშები და სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთში მოქალაქეები ავღანეთში დაღუპულ ქართულ სამხედროებს პატივს მიაგებენ. ალექსანდრე კვიცინაძის, ზვიად დავითაძისა და ვლადიმერ შანავას ხედრების სამშობლოში დღეს დილით ჩამოასვენეს სამგლოვიარო ცერემონიას, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი, გაერთიანებული შტაბის უფროსი, შეერთებული შტატების საელჩოსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ. ჰელმანდის პროვინციაში დაღუპულ სამხედროთა დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო ანაზღაურებს. რუსმეტალის საქმე მთავარი პროკურატურა დანაშაულებრივი სქემის ახალ დეტალებსა და მოწმის ჩვენებას აქვეყნებს. გათეთრებული მილიონები და გაყალბებული ფინანსური დოკუმენტაცია. კომპანიის ფინანსური დირექტორი და მთავარი ბუღალტერი პასუხისგებაში არიან მიცემული. გამოძიების ინფორმაციით, საწარმო, რომლის დამფუძნებელიც რუსთავის მოქმედი მერის ძმა მინდია მინდელია, ფულის გათეთრებას ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით ახდენდა. ვინ არის ნიკოლოზ ამბოკაძე და რაში იხარჯებოდა უკანონო შემოსავლები, დაელოდეთ დღის მთავარ გამოშვებას. სექსუალური უმცირესობების პროპაგანდა თუ ადამიანის უფლებების დაცვა, პროტესტი ჰომოფობიის დღესთან დაკავშირებით, სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საგანგებო განცხადება და 12 არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართვა სასულიერო პირები და მოქალაქეების ერთი ნაწილი რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ გამოდიან. რა სიტყავს საპატრიარქო, რა წერია მისი უწმინდესობის განცხადებაში, რას ამბობენ პოლიტიკოსები და როგორია აქციის ორგანიზატორთა პოზიცია, ნახეთ დღის მთავარ გამოშვებაში. ნანგრევები ევროპული სტანდარტების სტადიონის ნაცვლად ლანჩხუთის გურიის საფეხბურთო არენაზე მშენებლობა შეჩერებულია. ქალაქის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ სტადიონის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 100,000 ლარი არამიზნობრივად დაიხარჯა. სამფარეო პროკურატურაში საქმეზე დაწყებული ამ მოკვლევა. ვინ არის პასუხისმგებელი დაუსრულებელ მშენებლობაზე, რას ამბობენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყოფილი წარმომადგენლები და ვის ადანაშაულებს საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობა. უფრო ცლად დღის მთავარ თემებს თამთა სანიგიძე და მე ლევან ჯავახიშვილი ზუსტად 55 წუთში გავაცნობთ. დაგემშვიდობები ლევან და წარმატებებს გისურვებთ. მაყურებელს შევახსენებ, რომ ზუსტად 9 საათზე მეცხრე არხის პირდაპირ ეთერში დაიწყება მთავარი საინფორმაციო გამოშვება, ასე რომ დარჩით მოვლენათა ეპიცენტრში ერთმანეთს ხვალ შეხვდებით.